საღამო მშვიდობისა პირდაპირ ეთერშია რეაქცია, რომელსაც ყოველ პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებთ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ის დღეს რეაქციის სტუმარია. საზოგადოება მისი გულახდილი ინტერვიუს მოლოდინშია, რა სიტყვის დღეს ყველაზე საინტერესო რესპონდენტი აღიარებს თუ არა სამთავრობო გუნდთან დაპირისპირებას, შეეგუება თუ არა შეკვეცილ უფლებებს, დაასახელებს თუ არა მთავარ მეტოქეს სახელისუფლებო გუნდში, დაიწყებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს. ყველა კითხვა, ყველა პასუხი და პრეზიდენტის რეაქცია, როგორ აპირებს ახალი გუნდის დაკომპლექტებას, რატომ მიატოვეს ძველებმა და იყო თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილის ზეწოლის შედეგი. რატომ გახდა ფავორიტი ვანო აჯავარიანი ახალი პრეზიდენტის, როდესაც ძველი პრეზიდენტის ფავორიტი აშკარად არის მისი ძმა. რა უთხრა მარგველაშვილის ერთწუთიანი შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა, რა კავშირი აქვს ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან დღეს, ვინ ზღუდავს პრეზიდენტის შეხვედრებს? იყო ესე ბლოკირება ძალიან ბევრი თემების, რომ საწავიდოდა პრეზიდენტი, სადაც წავიდოდა პრეზიდენტი, ვის შეხვდებოდა. რა სიტყვის ჩატარებულ არჩევნებზე, როგორ შეაფასებს ქართული ოცნების შედეგს, ხედავს თუ არა საკუთარ პოლიტიკურ მომავალს კოალიციის გვერდით. ის რომ ხდება ჩემი კრიტიკა, ჩემთვის მაინც სასიამოვნო არა. ვინ ებრძვის, ვის უპირისპირდება, სად გადაიკვეთა პრეზიდენტის და პრემიერის ინტერესები? არაფერი დაძაბულობა და მით უმეტეს პიროვნული დაძაბულობა არ არსებობს ჩემსა და გიორგის შორის. ამას სჭირდება დრო, მეტი კოორდინაციაა საჭირო. დღეს პრეზიდენტის ინტერვიუ ბევრ ამის წერტილს დაუსვამს. ერთად დაველოდოთ, შეიცვლება თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური სურათი რეაქციაში მისი სტუმრობის შემდეგ, გაგრძელდება თუ არა ქვეყნის ისტორია პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე. გიორგი მარგველაშვილის ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია დღეს საღამოს 22 საათზე. მეორე ტური ჩატარდება 8 თვითმმართველ ქალაქში და 11 მუნიციპალიტეტში. გარდაუვალი მეორე ტური, საარჩევნო არითმეტიკი დაბნეული მოსახლეობა, ვინ არის ქვეყნის მეორე პოლიტიკური ძალა. დღეს რეაქციის სტუდიაში ერთმანეთის პირისპირ საკუთარი არგუმენტებით ანგარიშს გაასწორებენ დავით ბერძენიშვილი, პავლე კუბლაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ზურაბ ჯაფარიძე. ჩვენ ვართ დამაჯერებლად გამარჯვებული პოლიტიკური ძალა. ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსირა საკმაოდ მაღალი შედეგები და მთელი საუბრები, რაც რომ მოძრაობა გაქრა რადარებიდან აღმოჩნდა ფუჭი. რა პროცესები დაიწყო ქვეყანაში, რას უნდა ველოდოთ მეორე ტურისგან, მელია თუ ნარმანია, ეს იქნება დღეს რეაქციის მთავარი შეკითხვა. რამდენად გამჭვირვალეა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროები, რა მოხდა აზერბაიჯანის საზღვარზე, როგორ ახსნის ნაციონალური მოძრაობა ახალ სკანდალს. მე რომ გამომეტანა 1 მილიონი დოლარი, აქ ვინმე გამომიშორდა? დაძაბული და ცხელი ზაფხულის პოლიტიკური დღეების ქრონიკა ვიწყებთ ზუსტად საღამოს 10-ზე. წითლები და ლურჯები თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს ამ არჩევნების შედეგად გალურჯდა. თუმცა საბოლოო გალურჯებამდე წინ მეორე ტურია, ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში, დავით ნარმანიას, ნიკა მელიას თუ არც ერთს. ეს იქნება დღეს ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა. დარეკეთ ზარი უფასოა, მოდით ერთად გავარკვიოთ, რა სავარაუდო მხარდაჭერა ექნებათ მათ მეორე ტურში. ასევე გამოგვიგზავნეთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით რეაქცია. რამდენიმე წუთში დიდი დებატები გადაცემაში ერთმანეთის პირისპირ გუშინ ბაქოში განვითარებულ სკანდალთან და საარჩევნო უკიდურესად დაძაბულ სიტუაციასთან დაკავშირებით წულუკიანის შეფასების კვალდაკვალ, რომ თქვათ წითლები და ლურჯები დასხდებიან. ზურაბ ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი, რომელმაც 7 კითხვა გაუგზავნა, ნადირაშვილს და ჯაფარიძეს, პავლე კუბლაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო დებატი გველის. მანამდე კი დღის ყველაზე ხმაურიანი თემა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი არ დაესწრება. რა აქვს სათქმელი გიორგი მარგველაშვილს ამის პასუხად და როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე უნდა გაგრძელდეს. რაც არ უნდა გვიმტკიცო, რომ ყველაფერი კარგადაა და ურთიერთობაში პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არანაირი პრობლემა არაა. ფაქტის სახეზეა, პრეზიდენტი არც 27-ში გაემგზავრება ბრიუსელში და იგი არც არჩევნების დღეს გამოჩენილა ოცნების საარჩევნო შტაბში. ფაქტია ისიც, რომ მარგველაშვილის გამიჯვნა მთავრობისგან პირდაპირ დაემთხვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს
პრეზიდენტის წინააღმდეგ არ დავმალა ველოდი უკეთეს 60 წლის ხდები და მსგავსი არაფერი მახსოვს მარგოლაშვილის არჩევნების შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდაო ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასთან ერთად პრაქტიკულად აღარ ჩნდება რთულია იმის თქმა ახსენდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის ის სიტყვები რომლითაც იგი გიორგი მარგოლაშვილს ახასიათებდა გაპრეზიდენტებამდე შეგახსენებთ იგი ამბობდა რომ გიორგის სხვა დონისა შესაძლოა ეწყინოთ კიდე ცხებს მაგრამ გიორგის დონის სახელმწიფოებრივი ხედვა არც ერთ სხვა მინისტრს არ გააჩნია მას შეუძლია სახელმწიფოს მართვა შეუძლია კრიზისულ სიტუაციაში ყოველგვარი დაბნევის გარეშე მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილებები მას აქვს ყველა თვისება ჭარბად რაც ჭირდება ქვეყნის პრეზიდენტს ეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია დღეს კი საბოლოოდ გაირკვა რომ ქვეყნის პრეზიდენტი არა მხოლოდ არ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას არამედ საერთოდ არა იმ დელეგაციაში რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს მას ასე გიორგი მარგოლაშვილის რეაქცია სტუდიაში ვთხოვ საქართველოს პრეზიდენტს რომელსაც მივესალმები ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას როგორ ბრძანდებით ბატონო გიორგი ინგა გამარჯობა როგორ ხართ გამარჯობა დაბრძანდით გთხოვთ ეს არის თქვენი პირველი სტუმრობა ჩვენთან პირდაპირ ეთერში და ძალიან მიხარია რომ ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვან დროს დაემთხვა სწორედ ეს თქვენი სტუმრობა როგორ ხართ საინტერესო დროა საქართველოში მივესალმები ტელემაყურებელს დიდი მადლობა მე პირველი კითხვა ასეთი მინდა დაგისვათ რა საკვირველია თუ იცოდით რომ არ იყავით იმ დელეგაციაში რომელიც უნდა გაემგზავროს 27-ში მე გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას ჩემთვის როგორც ქვეყნის მოქალაქისთვის ეს იყო სიურპრიზი რომ ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა დაესწროს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ასეთ უმნიშვნელოვანეს დღეს როგორ იყო თქვენი რეაქცია და თუ იცოდით რომ არ იყავით ამ დელეგაციაში ამ პროცესს პირველ რიგში მე მინდა ხაზი გაუსვა იმას რომ ჩვენ ხელს ვაწერთ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას 27-ში ეს ხელშეკრულება თვისობრივად ახალ შესაძლებლობას უხსნის ჩვენ ქვეყანას როგორც ეკონომიკური მიმართულებით ასევე პოლიტიკური მიმართულებით და თუ გნებავთ შემდეგ გავშალოთ ეს საკითხი რაც შეეხება ხელისმოწერის თემას ამას თავის დინამიკა ჰქონდა თუ გახსოვთ ამოსავალი ჩვენი პოზიციისა მდგომარეობდა ერთ მარტივ ჭეშმარიტებაში, უпростоეთ ერთ მარტივ ღირებულებაში, რომელიც მნიშვნელოვანი არის წესით ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის. ეს არის სახელმწიფო ინტერესი. სახელმწიფო ინტერესი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს 27-ში ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას. ეს არის უპრეცედენტოდ სწრაფად გავლილი გზა ვილნიუსიდან, სადაც თქვენ გახსოვთ მე ვიყავი დელეგაციის ხელმძღვანელი, ჩვენ იქ ხელი მოვაწერეთ ასოცირებას, უпростоეთ პარაფირება განვახორციელეთ ხოლო. შემდეგ ფაქტიურად 8 თვეში ჩვენ მივედით ამ მომენტამდე და ეს უმნიშვნელოვანესია და აუცილებელია რომ ეს მოხდეს დროულად. აუცილებელია რომ ეს მოხდეს ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე. ეს ერთი ღირებულება. მეორე ღირებულება და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე არის ის რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები უმთავრესი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლის საფუძველზეც, რომლის სწორი ფუნქციონირების საფუძველზეც ქვეყანაში ხორციელდება დემოკრატიული მმართველობა, ანუ ბალანსი ძალთა შორის, აი ეს ინსტიტუტები ფუნქციონირებდეს ადეკვატურად. შესაბამისად ჩვენს წინაშე იდგა საჭიროება დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია და ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ უპრიანი იქნებოდა ამ ხელშეკრულებას როგორც სახელმწიფოს მეთაურმა მოაწეროს ხელი პრეზიდენტმა გამომდინარე იქიდან რომ ეს არის სახელმწიფოებრივი ხელშეკრულება. მაგრამ ამავე დროს თქვით რომ ჩვენ კინკლაობაში არ შევალთ, ამავე დროს ჩვენ თქვით რომ ჩვენთვის ასევე სახელმწიფო ღირებულება არის. სახელმწიფო ინტერესია რომ ჩვენ დროულად მოვაწეროთ ხელი და ამ კითხვის ნიშნების მოხსნის თვალსაზრისით ჩვენ განვაკეთეთ ეს განცხადება და შესაბამისად გადავეცით კიდევ რაც უფლებამოსილება მთავრობას. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ მთავრობის ხელმძღვანელმა რომ მას არავის ნებართვა არ ჭირდებოდა იმისათვის რომ ხელი მოეწერა ამაზე. მე ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვლაპარაკობ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, მე ვარ ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, რომლისთვისაც იყო სიურპრიზი რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს იმ დელეგაციაში, რომელიც მიემგზავრება 27-ში. ჩემთვისაც როგორც რიგითი მოქალაქის თავარი ის არის რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მართლა. და ის არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი დაუშვათ თქვენ რომ არ ხართ ამ დელეგაციაში. გეთანხმებით, გამომდინარე იქიდან რომ მეკითხავთ რომ ორივე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინტერესის მქონე და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტია. ერთის მხრივ რომ აუცილებლად მოხდეს 27-ში კითხვის გარეშე ხელმოწერა და მეორე რომ ინსტიტუტები იყვნენ თავის ასე ვთქვათ ადგილას. ამიტომაც სწორედ
ჩვენ გავაკეთეთ ის განცხადება, რომელიც გავაკეთეთ. იმასთან დაკავშირებით, რომ უპრიანი არის პრეზიდენტმა მოაწოდოს და პრეზიდენტმა გადასცა ეს. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნები ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსნილია. ხელი ეწერება ხელშეკრულებას, რომელიც მოუტანს სიკეთეს მე, თქვენ, ჩვენ შვილებს და მომავალ თაობებს. ძალიან კარგი, მე ძალიან მიხარია და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება, მაგრამ ერთი არის, აი თქვენ ახსენეთ, რომ კინკლაობას არ უნდა გადაყოლოდა ასეთი მნიშვნელოვანი. კარგით, გადაეცით ეს უფლებამოსილება, რომელიც წესით ქვეყნის პრეზიდენტს უნდა მოეწერა ამბობთ ხელი, მაგრამ იცოდით თუ არა, ბატონო გიორგი, რომ დელეგაციაში თქვენ არ იქნებოდით, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ეწერება ხელი. სიურპრიზი იყო ეს თქვენთვის თუ იცოდით რომ არ მიდიოდით? კიდევ ერთხელ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო 27-ში ხელი მოეწეროს. შემდეგი დეტალები ჩემთვის საინტერესო აღარ იყო. ანუ, როგორც კი მე უარი ვთქვი ხელმოწერაზე, შემდგომი დეტალები უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ხო? ბუნებრივია. თავარი იყო დაგვეფიქსირებინა სახელმწიფოებრივი პოზიცია და ჩვენ დავაფიქსირეთ ეს პოზიცია და დანარჩენი ამ ეტაპზე არის დეტალი ნამდვილად. კი ბატონო, დავარქვათ ამ ყველაფერს რომ არის დეტალი, თუმცა დამერწმუნეთ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა ასეთი კითხვა. მე მაშინ აი ამ წასვლა არ წასვლაზე ერთხელ კიდევ კი ბატონო ბძანე. ერთი წამი. სწორედ მე კიდე ერთხელ მინდა დაუბრუნდე იმას, რაზეც გესაუბრებოდით. სწორედ კითხვის ნიშნების მოხსნის მიზნით და გამომდინარე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან ამ ხელშეკრულების და ამ მომენტის და სისწრაფის ამ მიმართულებით. აი სწორედ ამიტომ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ გადავეცით უფლებამოსილებას. მესმის, არ გადააყოლეთ პირად კინკლაობას ასეთი მნიშვნელოვანი თემა, მაგრამ რა უყოთ იმ თემას, როდესაც მე წეგან შემთხვევით არ გამიხსენებია ჩემს შესავალში, იგივე ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების თვალსაზრისით ეს არის ყველაზე ნიჭიერი კაციო, გიორგი მარგველაშვილი, თავის დროზე, ვიდრე იგი გამოხატავდა, რომ მე ნაწყენი. უნიჭო გადაწყვეტილება მივიღე? არა, უნიჭო გადაწყვეტილება არ მიგიღიათ ნამდვილად. რატომ დაგაყენეს? დავიცავი სახელმწიფო ინტერესი იმით, რომ არ ვაზარალე საერთაშორისო ხელშეკრულება, დავიცავი სახელმწიფო ინტერესი იმით, რომ დავაფიქსირე, როგორ იქნებოდა სწორი. უნიჭო გადაწყვეტილება? არა, ძალიან ალბათ სწორი, ნიჭიერი ალბათ, მაგრამ რატომ მიგიყვანეს ამ მდგომარეობამდე? მე დღეს უნდა დაგისვათ ეს შეკითხვები თქვენ პირდაპირ და ღიად და მე მინდა რომ გიორგი მარგველაშვილი დღეს იყოს ისეთი რესპონდენტი, როგორიც იყო ხოლმე პრეზიდენტობამდე. შეძლებს დაგვარად გახსნილი. რატომ მიგიყვანეს ამ მდგომარეობამდე? რომ თქვენ იძულებული გახდით, რომ არ გადაგეყოლებინათ პირადი რაღაცა კინკლაობისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი. და ვინ მიგიყვანათ? ღარიბაშვილმა თქვენი კითხვა თავის თავში გულისხმობს აი რაღაც აქცენტებს და მე მინდა კიდევ ერთხელ დაუბრუნდე იმ ვითარებას, რომ თავარი ამ პროცესში არის რას ვიზავდით ჩვენ გამომდინარე ორივე ინტერესიდან. მე არ მინდა რომ მეორე ინტერესი მივჭკმალო. ყოველთვის წინა პლანზე მოდის ხოლმე ის, რომ აუცილებელია ხელმოწერა. რა თქმა უნდა აუცილებელი იყო ხელმოწერა, მაგრამ რა თქმა უნდა აუცილებელი აგრეთვე ვიცოდეთ ის, რომ სახელმწიფოს ყავს მეთაური და ამ მეთაურს გააჩნია ფუნქციები. აი ეს ორი ღირებულება იყო ერთდროულად, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძელით ორივეს ბალანსის დაცვა და არც სახელმწიფო ინტერესები არ ვაზარალეთ საგარეო პოლიტიკის კუთხით და არც საშინაო პოლიტიკის კუთხით, იმიტომ რომ ყველას ნათლად უთხარით რა არის სიმართლე, რა არის სწორი. ანუ სწორი იყო ის, რომ უნდა მოგეწერათ ხელი თქვენ, მაგრამ აღარ შეხვით. ერთი რამ მითხარით მაშინ ადამიანურად გული არ დაგწყდათ, როდესაც აღმოაჩინეთ, რომ თქვენ ხელს არ აწერთ კი არა, დელეგაციაშიც არ ხართ. შემდეგ პარასკევს ასეთ მნიშვნელოვან დღეს. ქვეყნის პრეზიდენტი ხართ. გული არ დაგწყდათ? იგივე წარმოიდგინეთ რა ვითარება არის. მე როგორც საქართველოს მოქალაქე ძალიან დიდ იმპულსი ვიღებ მომავლისთვის ამ ხელშეკრულების მოწერის მომენტიდან. მე როგორც ქართველი პოლიტიკოსი ძალიან დიდი შესაძლებლობა მეძლევა სწორედ ხელმოწერის მომენტიდან. შესაბამისად, იმდენს ვიღებ მე როგორც ქვეყნის მოქალაქე, როგორც ქართველი პოლიტიკოსი, რომ იქნებოდა ალბათ ძალიან იქნებოდა პრინციპში აი სულ სწრაფობა რომ გადავყვე აი ამ ემოციას, რომ რატომ მე არა. ჩვენ ყველა მაქედან მივიღეთ. მეც თქვენს. არა, მესმის. შესაბამისად აქცენტს
სად გააკეთებ? რაზე იქნები ორიენტირებული? მე ორიენტირებული ვარ მომავალზე ყოველთვის და იმიტომ რომ თუნდაც დღევანდელ რაღაცა დეტალებში თუ ჩაღმავდები, შეიძლება ვერ დაინახო ის რაც ძალიან მალე, ძალიან ახლო მომავალში ჩანს და ძალიან ახლო მომავალში ჩანს ისო ჩვენ გვეხსნება ახალი შესაძლებლობა არა მარტო ასოცირების ხელშეკრულებით. ასოცირების ხელშეკრულება სხვა ჩვენს ძალიან საინტერესო იყო ჩვენი ვიზიტი პრაგაში, სადაც იყო სამიტი ამ ქვეყნების, რომლებიც ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობაში და იქ ჩანდა ვისთვის რას წარმოადგენს ეს ხელშეკრულება. და ჩვენ კაფეოდ დავაფიქსირეთ ჩვენ კოლეგებთან, აღმოსავლეთ პარტნიორობიდან და ჩვენ ევროპელ კოლეგებთან, რომ ჩვენი ხედვა ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ არის უკვე ევროკავშირის წევრობა. ეს კაფეოდ დავაფიქსირეთ და ვთქვით, რომ იმპლემენტაციის პროცესს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი თვითონ საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისით, სხვადასხვა რეგულაციების თვალსაზრისით, ახალი სტანდარტების შემოღების თვალსაზრისით, ეკონომიკის მოდერნიზაციის თვალსაზრისით. ჩვენ ვთქვით, რომ ასოცირების პროცესს ჩვენ ვხედავთ როგორც საშუალებას, გარდა იმისა, რომ აქედან მივიღებთ გარკვეულ სიკეთეებს, აგრეთვე ჩვენ ვხედავთ როგორც საშუალებას, რომ საქართველოს გავხადოთ ევროკავშირის ნამდვილი წევრი. და ეს უაღრესად საინტერესო და დიდი პერსპექტივაა, რომელიც ძალიან მალე გამოჩნდება და შესაბამისად ასეთ დეტალებზე ღელვა ალბათ. კარგით, მე კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ ამასთან დაკავშირებით და შემდეგ სხვა შეკითხვაზე უნდა გადავიდე. ვინ გითხრათ პირველად რომ არ იქნებოდით დელეგაციაში? ვისგან მიიღეთ ეს ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტმა? არ განხილულა ეს საკითხი და ბუნებრივია. ანუ არც არავისაც უკითხავს აზრით თქვენთვის უნდა ყოფილიყო. ასეთ საკითხები ხო არ არის რომ უცებ რაღაცა ბილეთები მოგიტანოს, ხო? ასეთ საკითხები იხილება წინასწარ და შესაბამისად არ განხილულა, მე არც მიფიქრია და ჩემი დღის წესრიგს გეგმავდი სრულიად ადეკვატურად. გებრძვიან ბატონო გიორგი, მოდით მითხარით, გებრძვიან თუ არა თქვენივე თანაგუნდელები, იგივე პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თქვენ მიეცით ეს უფლებამოსილება ამ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად. მე ხო ამას არ გეუბნებით, უბრალოდ ჭორებზე დაყრდნობით. არ მიემგზავრებით 27-ში. არავის უნახი ხართ საარჩევნო შტაბში, როცა მთელი ქართული ოცნება თავისი ლიდერებით იქ იყო, როცა შეიძლება ნაადრევად ზეიმობდნენ, იმიტომ რომ მე აღმოჩნდა რომ მეორე ტური დაინიშნა ნარმანიასთან დაკავშირებით. არსად აღარ ჩანხართ თქვენ მთავრობის მეთაურთან ერთად? ომია თქვენ შორის? მე ვფიქრობ, რომ ომი რომ იყოს, ამას დაინახავდა საზოგადოება. მე მგონი ხედავს რაღაც ნაწილი. კითხვის ნიშნები არის ყოველ შემთხვევაში. ბუნებრივია, ის რასაც თქვენ კითხვის ნიშნებს ეძახით, ეს არის ზედაპირული, ასე ვთქვათ, ერთად გამოჩნდნენ თუ არა, ჯერ ერთად გამოჩენილ ვართ, მაგრამ არც ერთად გამოჩენით არ ნიშნავს, რომ თანამოაზრეები არიან და არც ერთად არ გამოჩენით არ ნიშნავს, რომ ომია. ხო, ეს ხო ზედაპირული ნიშნებია. ბუნებრივია. ანუ ომი არ გაქვთ, მაგრამ არც თანამოაზრეები არ ხართ? არა, მე თუ გნებავთ, ჩვენ შეგვიძლია უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ. ჩვენ ზედაპირული დეტალებით ვსაუბრობთ. აი, მაგალითად, იყო კიდევაც ასეთი შეკითხვა, რომ რატო ხვდებოდით სხვადასხვა პრეზიდენტებს ცალ-ცალკე? დიახ. ყოველთვის ასეა. მე როცა დავდივარ სხვა ქვეყანაში, საერთაშორისო სახელმწიფო ვიზიტით, ყოველთვის მე ვხვდები ცალკე პრეზიდენტს, ცალკე პრემიერს, ცალკე თავმჯდომარეს პარლამენტის. ყოველთვის ასე ხდება. ეს ნორმალური ფორმატია. ინფორმაცია არ გაქვთ იმის შესახებ, იგივე ოლანდის ვიზიტის დროს დაუშვათ, შეიქმნა თუ არა პრობლემები მიღებასთან დაკავშირებით, რომ პრემიერი და პრეზიდენტი არ შეიძლებოდა რომ ერთად რო გადაკვეთილიყვნენ. მე ამას გეუბნებით, იცით რატომ? ძალიან ბევრი საუბრობს, ძალიან ბევრს საუბრობენ და ძალიან ბევრს აქვს იმისი მოლოდინი, რომ გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც სხვათა შორის არ დათმო, ბევრ რაღაცაში როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საკუთარი შეხედულებისამებრ გაიტანა რაღაცები, ამაზეც უნდა დაგისვათ კითხვა, მაგრამ კითხვა ბევრს უჩნდება. დარჩება გიორგი მარგველაშვილი ქართული ოცნების პრეზიდენტად? უფრო სწორედ პრეზიდენტად ქვეყნის, მაგრამ ქართული ოცნების წარმომადგენლად. განიხილავთ თუ არა თქვენს თავს მომავალში კოალიციაში? სახეზე ჩანს ბევრი რამ. თუ გახსოვთ, თქვენ ბევრი კითხვა დასვით, ასე რომ დავიწყოთ უფრო ესე დეტალურად. არ შეგაწყვეტეთ. თუ გახსოვთ, როდესაც მე დამასახელა კოალიციამ, აქცენტირებული მაშინ იყო ის, რომ მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვიყავი. მაშინვე იყო ეს აქცენტირებული. ანუ ეს იყო პოზიცია კოალიციის, რომ მე ვფიქრობ, რომ სწორი, რომ ისინი თვლიდნენ, რომ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს და არა პრეზიდენტს რომელიმე პოლიტიკური ძალის. აქვე არის პასუხი
გამარჯვებულ პოლიტიკურ არჩევნების ღამეს შტაბში მისვლაზე. იგივე ლოგიკით მე შემეძლო დამეარა საქართველოს სხვადასხვა უბნები და სხვადასხვა ქალაქები და სადაც გამარჯვებული რომელი ძალა იყო იმათ შტაბში შევსულიყავი. მაგრამ ფაქტი ის არის ასევე რომ მე ნარმანიას მივეცი ხმა, ამაზე ღიად საუბრობდი მანამდეც და ვამბობდი რომ მე მას უჭერ მხარს და როცა იქნება მეორე ტური, მაშინაც წავალ და მივცემ ხმას. ჩვენი ხედვა სტრატეგიული ჩემი და ქართული ოცნების თანამდევია. მე ამაზე მისაუბრია ბევრჯერ. მე არ ვიცი ალბათ ამაში არაფერი არ არის ისეთი განსაკუთრებული, მაგრამ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ეს არის ორიენტაცია ევროატლანტიკურ მიმართულებით და ამავე დროს რუსეთთან დაძაბულობის მოხსნა და სხვათა შორის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენა. მე მიმაჩნია რომ სწორი გადაწყვეტილება და ამის მომხრე ვიყავი და დღესაც ამ კურსს ვაგრძელებ. საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ეს არის ეკონომიკის ლიბერალურ რეჟიმში გადაყვანა და ეს არის ორიენტაცია სოციალური პრობლემების მოგვარებაზე. მე იგივე ღირებულებების მატარებელი ვარ. შესაბამისად, აქ ესეთი დელიკატური მომენტია, რომ მე ერთის მხრივ ბუნებრივია ხმა მივეცი დავით ნარმანიას, რომ შევაჯამოთ გარკვეულწილად, რადგან თქვენ ეს ამბავი მოყევით. დავით ნარმანიას მივეცი ხმა, მაგრამ ჩემი მთავარი, ასე ვთქვათ, დარდი იმ ღამეს და იმ დღეებში იყო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. და მე დაუშვათ შევხვდი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სხვა ჩვენს ძალიან კარგ შტაბ-ეჭრებას ტოვებს ქალბატონი ჟვანია. ესეთი მოწადინებული ადამიანია, ურთულეს ვითარებაში თავის საქმის სწორი განხორციელების. მე შევხვდი არასამთავრობო სექტორს, მოვისმინე მათი შეხედულებები. ასე რომ, თუ ასე სიღრმისეულად გაინტერესებთ ჩემი შეხედულებები, რა თქმა უნდა, ნარმანიას მივეცი ხმა, შტაბში არ მივსულ ვარ და ყველაზე მეტად მადარდებდა როგორც პრეზიდენტს, რომ ყოფილიყო დემოკრატიული არჩევნები. ელოდით მეორე ტურს. რატომ ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი ქართულმა ოცნებამ და ფიქრობ თუ არა, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც თუნდაც თქვენი კამპანიის დროს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქართულ ოცნებას ედგა გვერდი, დღეს ისინი აღარ აძლევენ ხმას. ფაქტია, რომ დაინიშნა პირველად ჩვენს რეალობაში მეორე ტური. ეს ერთის მხრივ შეიძლება ახსნათ როგორც დემოკრატიული არჩევნები და ამ შემდეგ, მაგრამ როგორ ახსნათ? არა, მეორე არის სხვანაირად. არა, გეთანხმებით, თავისთავად ეს მეორე ტური ძალიან ბევრ ამაზე მეტყოლებს, მაგრამ იმაზე დარდი იმ ღამეს, ასე ვთქვათ, დაამებული იყო და ყველაზე მეტად რაც მადარდებდა, ის მოხდა, რომ საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია მოხდა ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში. თუმცა ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია სხვადასხვა უბნებთან დაკავშირებით. მე არ მინდა ჩვენი დრო ამაზე რომ დავხარჯოთ, მაგრამ ეს ხომ ბატონო გიორგი იმ კითხვასაც აჩენს. დემოკრატიული მიმართულებით თქვენ ბრძანეთ, რომ ხო, დარდი ეს მქონდა. ის რომ ვერ გადალახა, ის რომ მეორე ტური დაინიშნა. გახსოვთ თქვენი არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილი რომ ამბობდა, რომ იგი ძალიან გაოგნებული დარჩებოდა თუ რაღაც სწორად არ მახსენდება ეხა სიტყვა უკმაყოფილო თუ კი მეორე ტური დაინიშნებოდა. მან ვერ გადალახა. ვერ გავიდა ქართული ოცნების კანდიდატი. ჩემი იყო რომ ბიძინამ თქვა რომ ჩვენ უარს ვიტყვით მეორე ტურზე და ერთად ვთქვით ჩვენ რომ უარს ვიტყვით მეორე ტურზე და არც ჩატარდა. ხო და ხო ეხლა როდესაც ამბობთ რომ დემოკრატიულია და ძალიან მნიშვნელოვანია. ამ იმან იმუშავა მოწოდება მას. ძალიან კარგი თუ კი იმუშავა, მაგრამ ეს მეორე ტური ხო იმაზე მეტყველებს რომ ქართულ ოცნებას დღეს აღარ დაუჭირა მხარი იმდენმა ადამიანმა რომ ნარმანია პირველივე ტურში რომ გამარჯვებული ყოფილიყო. კიდევ ერთხელ უბრუნდები იმ დრამატულ ღამეს, რომელსაც თქვენ იხსენებთ. თავარი ჩემი სადარდებელი იყო დემოკრატიული არჩევნები და ნამდვილად მიუხედავად თქვენ შენიშნეთ, მაგრამ მე მინდა ამას მიუხედავად იმისა, რომ იყო რიგი დარღვევების და მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა და მოუწოდო ყველას, რომ ბუნებრივია ბოლომდე მიყვნენ ყველა დარღვევას, ბუნებრივია არის ცენტრალური საარჩევნო კომისია და მუშაობს იმდენად რომ მას უკვე ნდობა აქვს საზოგადოების ბუნებრივია ყველა დარღვევა იქნება გამოძიებული მაგრამ დარღვევების მიუხედავად ეს ნამდვილად იყო დემოკრატიული არჩევნები თუნდაც ამ პარამეტრით რაც თქვენ ბრძანეთ რომ არის მეორე ტურები როგორც დემოკრატიის ადამიანს ვისთვისაც დემოკრატია არის უმნიშვნელოვანესი ჩემთვის მთავარ კითხვას გაეცა პასუხი საქართველოში
დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ უფრო ძლიერდება, ეს ტრადიცია კიდევ უფრო მყარია და თითოეულ ამომრჩეველმა იცის, თითოეულმა, მათ შორის თქვენ და მე, რომ ჩვენი ხმა არის გადამწყვეტი. ეს ერთი. ახლა შემდეგ როგორც ნარმანიას ამომრჩეველმა შემიძლია თქვა, რომ არ დავიზარებ, როცა იქნება არჩევნები, მე მივალ და კიდევ ერთხელ ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას დავაფიქსირებ. და რაც მოხდება იმის შემდეგ, იქნება უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ყველას ექნება ნდობა, რომ მერი, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ, არ იქნება მოტყუებით მოყვანილი. არამედ ის იქნება ნამდვილად საზოგადოების მიერ არჩეული მერი. დანარჩენი ბუნებრივია. სადღაც გამოსასწორებელია, სადღაც მეტი აქცენტია გასაკეთებელი, მაგრამ მთავარი მოხდა. ამ ქვეყანაში ინგა რა იყო პრობლემური? ყველა ამბობდა, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ქმნიდა პოლიტიკურ პარტიას, ამბობდა, რომ იცით და მე კი ვქმნი პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ამავე დროს მე არ მჯერა, რომ მე როგორც მე ლეგიტიმური კონსტიტუციური პროცესით მოვალ ხელისუფლების სათავეში. აი ეს იყო კონტექსტი ბევრი წლის განმავლობაში. ეს გადაწყდა საპრეზიდენტოზეც ასეთი კითხვა არ დასმულა, არც ახლა არავინ არ ამბობს, რომ იცით რაშია საქმე, სადღაც ვიღაცამ მოატყვა. ეს უმნიშვნელოვანესი არის და ეს არის სხვა ჩვენს მონაპოვარი ჩვენი საზოგადოების, არა მარტო პოლიტიკური ძალების. ამას უნდა სწორად იყო შერჩეული, როგორ ფიქრობთ? ინგა, კიდევ ერთხელ თქვენ მე მისვავთ კითხვებს როგორც პოლიტტექნოლოგს, როგორც პოლიტიკურ ანალისტს. მე გისვამთ კითხვებს როგორც გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც წლებია ვიცნობ და არ მგონია ეხლა რომ მაინც პრეზიდენტობამ უნდა შეცვალოს ადამიანი თავის ღია პასუხებში, ხო? რა ვიცი, მე ასე მგონია. ბუნებრივია, მაგრამ მაშინ ხო შეიძლება მე თქვენ გითხრათ ის რომ მე ნარმანიას თაობაზე ბევრჯერ მithქვავს რომ როცა ჩვენ ერთად მუშაობდით მინისტრთა კაბინეტში უაღრესად კარგ შტაბ-ბეჭდილებას ტოვებთ ძალიან ორგანიზებული სკრუპულოზური ატიოსანი ადამიანი არის ამავე დროს ადამიანი რომელმაც დეტალურად იცის ბევრი საკითხი და ბევრი თემა მეურნე ადამიანი არის ანუ სწორად არის შერჩეული სწორად არის შერჩეული საიდან? ინგა ბუნებრივია. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დასახელდა იგი მერის კანდიდატურად. ბიძინა ივანიშვილის ხომად მაშინ ესე კონკრეტულად შეიძლება არც არავის შერჩეული საიდან? ყოველთვის ასეთი კითხვა ხომ შერჩეული საიდან? თუ იმ გუნდიდან, რომელსაც მე უყურებდი, ბუნებრივია, მე როცა ბიძინა მითხაროდ ნარმანია იქნება, ბუნებრივია, მე ვუთხარ რომ მე ძალიან ხარს უჭერ ნარმანიას. ახლა სხვა პოლიტიკურ ძალაში სხვა ადამიანი არის შერჩეული სწორად. შესაბამისად მე ხა ნარმანიაზე თუ გაინტერესებთ კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ რომ სრულიად გულწრფელად დაუჭირე მხარი როგორც არჩევნებამდე ასევე არჩევნების მერე მიმაჩნია რომ როგორც ქალაქის მერი იქნება კარგი მერი მიმაჩნია რომ ბევრ ისეთ თემას გადაწყვეტს თბილისში რომელიც გადასაწყვეტია შესაბამისად ახლა მე მომწონს კარგით, მე ისევ მინდა დაგიბრუნდეთ ერთი კითხვა, დაგისვით წეღან გებრძვიან თქო, მთავრობის მეთაურსა და პრეზიდენტ შორის არსებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით მინდა დავსვა კითხვა. გუშინ შოთა რუსთაველის პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებით ატყდა დიდი სკანდალი, რომ ამ უფლებასაც კი ართმევენ პრეზიდენტს. უფლებას შეკვეცილი პრეზიდენტი და ხომ არ ხდება ყველაფრის კონცენტრირება ერთ ხელში, პრემიერ-მინისტრის ხელში. თუნდაც იგივე ის რითიც ჩვენ დავიწყეთ საუბარი 27-ით, ვინ უნდა მოაწეროს ხელი. ფაქტი არის სახეზე. ყოველ შემთხვევაში ბევრი ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ შორის არ არის მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა. როდის დაგეძაბათ ღარიბაშვილთან ურთიერთობა? მას მერე რაც ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ იგი აღარ წყალობს გიორგი მარგველაშვილს? ძელი ეპიკური შეკითხვა იყო. საიდან დავიწყო ბოლოდან თუ დასაწყისიდან? არა, პირდაპირ პასუხი იქნებნით. პირდაპირ პასუხს გეტყვით, რომ გუშინ ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა თავ გუშინ წინ. იდეონეზე გუშინ წინ, დიახ. ცოტა ესეთი იყო. მე ვფიქრობ, რომ ცოტა გაუგებარი იყო არჩევნების მეორე დღეს რუსთაველის პრემიაზე მსჯელობა, მაგრამ რატომ მოხდა ეს მსჯელობა, როგორ ფიქრობთ? ისევ თქვენი უფლებების შესაკვეცად? არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, არ ამგონია რომ ქვეყანა არჩევნების მეორე დღეს უნდა პრემიების მინიჭების თემაზე მსჯელობდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე არც დეტალურად არ ჩავღმავებულ ვარ ამ საკითხს. მე არ ამგონია რომ მე ირაკლისთან დამეძაბა ურთიერთობა. გააქვთ ახლა მასთან ურთიერთობა? საქმიანი ურთიერთობა, აქტიური ურთიერთობა, რას თქვენ საქმიან ურთიერთობას გულისხმობ, ბატონო გიორგი? ინგა, ყოველ თქვენს კითხვაში
რაღაცა შინაარსიდებს, ხო? აქტიური ურთიერთობა რას ნიშნავს? თქვენ როგორ განსაზღვრავთ აქტიურ ურთიერთობას? დღეში რამდენჯერ უნდა გქონდეს კონტაქტი? არა, თუნდაც ის რომ პრემიების მინიჭების საკითხი თქვენთვის არ უნდა ყოფილიყო სიურპრიზი, ხო? მე ამ მინიჭების საკითხი მე მგონი მთავრობის ხდომისთვისაც სიურპრიზი იყო, შესაბამისად გადაწყვეტილება არ მიიღო. არ მეთანხმებით, მაგრამ რა უყოთ თქვენი თანაშემწის ვანო მაჭავარიანის ინტერვიუს მაესტროში გუშინ წინ, რომელიც იყო ძალიან ხმაურიანი, ძალიან სკანდალური, იგი საუბრობდა იმაზე, რომ პრეზიდენტის შეზღუდვა მიდის. პირდაპირ საუბრობდა და ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა იგივე ბაიდენთან შეხვედრა, ამაზეც უნდა დაგისვათ კითხვა. იგი ამბობს აი ესე სიტყვით, რომ არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი ყოფილა ხელისუფლებისთვის თქვენი შეხვედრა ბაიდენთან და იყო გარკვეული შეზღუდვები დაწესებული. ანუ ღიად საუბრობს თქვენი თანაშემწე იმაზე, რომ თქვენ გებრძოდნენ და გებრძვიან. თქვენ მე ახლა მთხოვთ ვანოს კომენტირებას? არა, იყო თუ არა ეს ასე. მე შემიძლია გითხრათ კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ წინა შეკითხვას. მე შემიძლია შეგიფასოთ თქვენ ვითარება. ინგა ნახეთ რა ვითარებაა. ჩვენ ქვეყანაში მოქმედებდა კონკრეტული წესი, კონკრეტული კანონი, რომელიც იყო კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციის ფარგლებშიც კი წინა პრეზიდენტი უფრო მეტ, ასე ვთქვათ, რეალურ ძალაუფლებას ფლობდა, ვიდრე კონსტიტუციაში იყო განსაზღვრული. შემდეგ იყო ერთწლიანი კოჰაბიტაციის რთული პერიოდი. დიახ. ამ რთულ პერიოდში უკვე შეცვლილი იყო კონსტიტუცია, ხოლო ინაუგურაციის შემდეგ, ანუ 2013 წლის არჩევნების ინაუგურაციის შემდეგ კიდევ ერთხელ შეიცვალა კონსტიტუცია და კონკრეტული ცვლილებები შევიდა. ბუნებრივია, რომ ასეთი დინამიური პოლიტიკური და კონსტიტუციური პროცესის ფარგლებში ბევრი საკითხი აპრიორი არ არის დალაგებული. ანუ პასუხი კითხვებზე არ არის ავტომატურად. როგორ უნდა მოხდეს, რანაირად უნდა მოხდეს, ვინ უნდა მიანიჭოს პრემია, ვინ უნდა ჩამოკიდოს ორდენი და ასე შემდეგ. რაღაცა საკითხები, ასე ვთქვათ, ბოლომდე მოუგვარებელია. გამომდინარე აი ამ დინამიკიდან. ამ მოუგვარებელ ვითარებაში ბუნებრივია ჩდება რუსულად ესეთი სიტყვა არის შილიხავატის, ქართულად ხო არ იცით როგორ არის, რაღაცა სირთულეები. მე ამ სირთულეებს არც ომს და არ დავარქმევდი, არ დავარქმევდი არც სკანდალს, არ დავარქმევდი არც რაღაცა იმათ რა ვქო დემარშს. ეს არის ბუნებრივად ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის თემები და სირთულეები, რომელზეც შეიძლება რაღაცა საკითხებზე მე ერთი პოზიცია მქონდეს, რაც ღიად დავაფიქსირე კიდევაც და ვთქვი, რომ აქ ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. შეიძლება ეს იყოს რუსთაველის პრემიის საკითხი, რომელზეც სიმართლეს გიტყვით და გამოგიტყდებით, წარმოდგენაც არ მაქვს კონკრეტულად კონსტიტუციით როგორ გვარდება. კი ბატონო. მე უბრალოდ მგონია, რომ არაადეკვატური იყო იმ დღეს ამის განხილვა, თორე მართლაც გეტყვით ახლა არა ვარ ამ დეტა. აი ასეთია ვითარება. აქ არ არის არც დემარში, არც სკანდალი, არც ომი, არც არმაგედონი. ეს არის ბუნებრივი პროცესი რაღაცეების დალაგების. დარჩებით ბოლომდე კოალიციაში, როგორ ფიქრობთ თქვენი ვადის ამოწურვამდე? დღეს მე არც ველოდი პრინციპში, რომ რაღაც ძალიან ისეთი ხმაურიანი შეიძლება მოგვესმინა თქვენგან განცხადებები, მაგრამ დღეს მაინც არა, იმედი არა, თქვენს გაგიცნობთ. არა, თქვენს რატო ვინ გაგახსენდათ ეხა იმედის გაცრუებაზე ბიძინა ივანიშვილი ხო? კოალიციაში ჩემი დარჩენაზე მარტივ პასუხს გეტყვით, რომ ისაც მე ჩამოვთვალე, რა მომენტებიც ჩამოვთვალე. მე დავრჩები კოალიციის გვერდით, სანამ კოალიციას ექნება ეს ღირებულებები. დემოკრატია, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა დასავლეთზე ორიენტირებული, რუსეთთან ისტერიის და დაძაბულობის გარეშე. აი ეს არის რაც არის კოალიციის ძირითადი ღირებულება, ორიენტირება. რატომ იყო დაძაბულობა ბაიდენთან თქვენი შეხვედრის თაობაზე? მე ეს კითხვა მინდა. ბაიდენთან არანაირი დაძაბულობა არ იყო, იგა ბაიდენთან ძალიან საუბრობდა თქო ამაზე, კიდევ ერთხელ გავიხსენებ უბრალოდ. ბაიდენთან შეხვედრა იყო უაღრესად კარგი. არ უნდათ რომ ეს შეხვედრა შემდგარი იყო. თქვენ ისე მე მთხოვთ რომ მე კომენტარი გავაკეთო ვანოს კომენტარებზე და არ ვაპირებ მე ვანოს კომენტირებას. მე შემიძლია გითხრათ ბაიდენთან შეხვედრის თაობა. რა საკვირველია? ბაიდენთან შეხვედრა სხვაჩვენს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ვიზიტი კიევში, იმიტომ რომ კიევში მოხდა არა მხოლოდ პოროშენკოს ინაუგურაცია, არამედ კიევში მოხდა დეკლარაცია უკრაინის ახალი ხელისუფლების მხარდაჭერისა. და ეს იყო უღრესი მნიშვნელობა, აქედან გამომდინარე 14 ქვეყნის პრეზიდენტი იყო ჩასული იქ და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი. შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი იქ ყოფნა, როგორც საქართველოს წარმომადგენლების იქ ყოფნა, იმის ჩვენება, რომ საქართველო
კაფიოდ მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინულ სახელმწიფოებრიობას, ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინის მცდელობას, რომ დაალაგოს და დაასტაბილოს ვითარება. ბუნებრივია, ჩვენი გქონდა შეხვედრები სლოვენიის პრეზიდენტთან, ჩვენი გქონდა შეხვედრები თავად ბატონ პოროშენკოსთან, იყო შეხვედრა სააკაშვილთან იყო ქუჩაში გადაკვეთა. ამაზე უნდა მოგვიანებით იმედია მიპასუხებთ, იმიტომ რომ მანამდე ბაიდენზე მაინტერესებს თქვენი პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კითხვა, იმიტომაც რატომ შეიძლებოდა ვინმეს ტანჯვები დაწყებოდა აქ, რომ თქვენი შეხვედრა არ შემდგარიყო. იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა ბაიდენთან, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ამ ხანმოკლე შეხვედრის დროს დავაფიქსირეთ ჩვენი ძირითადი ხედვა და ღირებულებები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. გავიაზრეთ და მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რომლებიც ამ გზაზე ჩვენ გვექნება. ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულების თაობაზეც და ჩამოვყალიბდით იმ შეხედულებაზე, რომ 27-მდე არანაირი სირთულე საქართველოს ამ მიმართულებით არ ექნება და ჩვენ ამაზე, ასე ვთქვათ, მოვსინჯეთ ჩვენი პოზიციები. ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემაზეც, რაც გვაქვს საქართველოში, როდესაც ერთის მხრივ რუსეთისგან გვაქვს ასე ვთქვათ, სავაჭრო პოზიტიური დინამიკა და მეორეს მხრივ ხდება მავთულხლართების გავლება. მოხდა სოჭის ოლიმპიადის დროს 11 კილომეტრიანი ზოლის გადმოწევა ჩვენი ტერიტორიაზე, აფხაზეთში 11 კილომეტრიანი ზოლის გადმოწევა და ვისაუბრეთ მომავალზე. და მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ აქ ერთნაირად დაგვენახა ის პერსპექტივები, საერთოდ უნდა იმოძრავოს საქართველო. ასევე მნიშვნელოვანი იყო პრინციპში შეხვედრა ჩვენს კოლეგასთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგასთან, უაღრესად მძიმე ვითარება, სხვათა შორის ბატონმა პოროშენკომ მითხრა, რომ ჩვენ ახლა აქვს ხედვართ და წარმოგიდგენთ, რომ ჩვენ ვართ ფაქტიურად იმ ვითარებაში, როცა ჩვენივე ტერიტორიაზე მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები და ნათლად ჩანდა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი ხედავს მთელ სირთულეებს, მაგრამ უაღრესად მტკიცედ ავითარებს თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ეს იყო ძალიან პრინციპში კარგი ვიზიტი, მნიშვნელოვანი ვიზიტი და ამ ვიზიტის შედეგად ჩვენ ჩამოვიდით ბევრად უფრო დარწმუნებულები, როგორც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან მჭიდრო ალიანსში, ასევე ჩვენ მჭიდრო ალიანსში ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან. და სწორედ აი ამ დღეების კვალდაკვალ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ შეხვდით იქ სააკაშვილს. როგორ ფიქრობთ, ხომ არ დაიწყებდა ქართული ოცნება ეჭვიანობას თქვენი აი ამ შემთხვევითი თუნდაც შეხვედრის გამო? მაშინ, როდესაც ხდება დადასტურება, რომ ხო, ნამდვილად შედგა თქვენი და სააკაშვილის შეხვედრა. რა გითხრათ, როცა შეხვდით? რა შეგიძლიათ გვეთქვათ ამ შეხვედრის შესახებ? ინგა საერთოდ მე ვფიქრობ, რომ თემებზე, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი, მე კომენტარს არ უნდა ვაკეთებდე, მაგრამ გამომდინარე თქვენ და მე დიდი პატივისცემიდან. დიდი მადლობა. იქიდან გამომდინარე, რომ ამას უკვე დიდი ხანია ჩემი პრესსამსახური ამ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ვერსიებს მაწოდებს ხოლმე და არც ერთ მომენტში არ მომსვლია თავში, რომ პასუხი გამეცა, მაგრამ რადგან თქვენთან ვარ და თქვენი პატივისცემიდან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ ჩვენ ქუჩაში გადავიკვეთეთ უბრალოდ შესასვლელში, იმიტომ რომ იქეთ იყო შესასვლელი, საიდანაც შედიოდნენ პრეზიდენტები სადილზე. ჩვენ ქუჩაში გადავიკვეთეთ, ქალბატონ სანდრაც იყო სააკაშვილთან ერთად, მე ქალბატონი სანდრა მოვიკითხე თბილად და შემდეგ ჩვენ გაგვიყვანეს სადილზე. ასე რომ ჩვენ პრინციპში მე არ დამჭა შთაბეჭდილება, რომ ან მე მქონდა რამე სათქმელი სააკაშვილისთვის. არც სააკაშვილს არ დამჭა შთაბეჭდილება, რომ რაღაცის გაზიარება უნდა და ამ ვითარებასთან დაკავშირებით ადგილიც ისეთი იყო, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ეს იყო ესეთი არკა, რომელშიც უნდა გაგვევლო. აი ეს იყო ვითარება. გამომდინარე იქედან რომ თქვენ ეს გაინტერესებთ, მე ამას დეტალურად მოგახსენებთ. კარგი, დიდი მადლობა. კიდევ ორი კითხვა უნდა დაგისვათ და აღარ დაგღლით ძალიან. ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სწორედ აქედან დაიწყო კიდევ ერთი ახალი მითქმა-მოთქმა. ის რაც ხდებოდა თქვენს კარზე, ეცა და იმავე დროს მოხდა პრინციპში ორი ადამიანი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, ერთი რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ღიად გაკრიტიკებდათ, ეს იყო ვანო მაჭავარიანი და მეორე თქვენი ცოლიზმის თაობაზე ბატონი ამბაშიძის, რომელიც ასევე აღმოჩნდა, რომ აღარ იმუშავებს თქვენთან. რა მოხდა? რატომ ჩაატარეთ ეს საკადრო წმენდა და იყო თუ არა ამ შემთხვევაში გათვალისწინებული ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი? ინგა მე მოგახსენებთ
რატო არ მოხდა? შეიძლება ასე მოგახსენოთ, ასე გიპასუხებ. მე მინდა თქვა, რომ როგორც ლაშა, ასე ვანო ორივეანი არიან ძალიან კარგი პროფესიონალები. დიახ. და კვალიფიციური მუშაკები თავის მიმართულებით. მე მინდა ასევე გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილის კომენტარებს ჩემი ბავშვობის მეგობრის ვანოს თაობაზე არ უთამაშია როლი ამ გადაწყვეტილებაში. ამის თაობაზე ალბათ მხოლოდ მე და ბიძინა ვიცით, ხო, იმიტომ რომ ხო შეიძლება ჩვენ გქონოდა კომუნიკაცია, ასე ვთქვათ, არავის არ ცოდნოდა. გქონდათ იმ დღეების შემდეგ, რაც შესაბამისად მოგახსენეთ. დიახ. ორმა ადამიანმა იცის, ხო? დიახ. როცა ორი ადამიანის ურთიერთობაზეა საუბარი და მე მინდა გითხრათ, რომ მეც ვამბობ, რომ არანაირი არც კომუნიკაცია არ შემდგარა და არც გავლენა არ მოუხდენია და მეცაც გეტყვით, ამ ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნის მეორე მხარე ბიძინა ივანიშვილმაც იგივე თქვა, იგივე კომენტარი მისცა, როცა მას ეს კითხეს. შესაბამისად, ორივე სუბიექტისგან გაქვთ პასუხი ამ კითხვაზე, რომ და ამითი შემოვიფარგლები მე ამ ვითარების დახასიათებისას, რომ არც ბიძინას ასე ვთქვათ, იძულებით არ მომხდარა და ასევე ორივე არის ძალიან კარგი პროფესიონალი. მაგრამ თქვენმა შეელია. მაგრამ ამ ვითარებაში მე ვფიქრობ, რომ ასე ჯობდა ჩვენთვის ყველასთვის. არ გინდათ უფრო მეტის თქმა ამ თემაზე? ამდენი გითხარით. არა, ანუ კონკრეტული მიზეზი დაუშვათ რა იყო. თუ არ გსურთ მე შემიძლია სხვა შეკითხვაზე გადავიდე. მადლობელი დავრჩებით თუ გადახვალთ. კარგი, ბატონო გიორგი, კიდევ ერთი თუ ელოდებით პირადად თქვენ აი ამ მეორე ტურის შემდეგ, როგორც პრეზიდენტის მოლოდინი როგორი არის არჩევნების შემდეგ სამთავრობო ცვლილებებს ხელისუფლების გუნდში და სულ ბოლოს ლევან ვასაძეზე უნდა გკითხოთ და სავარაუდო პოლიტიკურ მომავალზე, რომელიც როგორც ამბობენ შესაძლოა ვასაძის და თქვენს გარშემო შემოიკრებოს ახალი გუნდის სახით. მანამდე მინდა მითხრათ თუ ელოდებით ამ სამთავრობო ცვლილებებს. არა, უბრალოდ წინასწარ დაგიანონსეთ ჩემი ბოლო შეკითხვა. ინგა, ესე იგი რას მეკითხებოდით? სამთავრობო ცვლილებები, ელოდებით თუ არა? მოღალატე მინისტრების თემა ასევე თქვენი თანაშემწის მიერ იქნა გაჟღერებული ეს განცხადება, როდესაც გააკეთა ვანო მაჭავარიანმა და მე ვიცი ხა მეტყვით რომ არ აკეთებთ მის ნათქვამზე კომენტარს, მაგრამ ინფორმაციის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო. რაღაცა ტერმინი იყო, მე მგონი პრესაში, ხო, მოღალატე მინისტრი. არა, მან თქვა, დიახ, ვანო მაჭავარიანმა თქვა, რომ დიახ არსებობენ მაგრამ მანამდე იყო ეს ტერმინი. იცით რა შეასაქმე, ჩემი ღარიბაშვილმა თქვა ეს ტერმინი, თუ არ ვცდები პირველად მოღალატე მინისტრების თემაზე, როდესაც მან თქვა, რომ ბოლომდე არ ვიცი, ან მოღალატე მინისტრები რას ნიშნავს, ან ვინ არიან ამ სიაში, ან ვის ღალატობენ ისინი. ესეც მნიშვნელოვანია ხოლმე, ხო? თქვენ თანაშემწესთან ამ თემაზე არასოდეს არ გისაუბრიათ? არ მახსოვს. იმიტომ რომ ვანოსთან მე ძირითადში ვსაუბრობდი საგარეო პოლიტიკაზე. ეს რამდენადაც ხვდები, ეს ეხება უფრო საშინაო პოლიტიკას. ახლა ხო გეუბნებით, რაღაცა თემა მახსოვს რომ იყო, მაგრამ მე ამ საქმიანად ვანოსთან უფრო მაინც ბაიდენზე ვსაუბრობდი და იმაზე რა ქვია, ოლანდზე. ახლა თუ გადავალთ ამ საკითხზე, კიდევ ერთხელ მინდა მოგახსენოთ, რომ მთავრობის არსებულ კონსტიტუციურ სისტემაში მთავრობის დაკომპლექტება, მისი კონტროლი დამოკიდებული არის სამთავრობო გუნდზე და პარლამენტზე. დიახ. ჩვენ ისეთ კონსტიტუციურ ვითარებაში ვცხოვრობთ, სადაც პარლამენტი აყალიბებს უმრავლესობას, ხოლო ეს უმრავლესობა ქმნის მთავრობას. ელოდებით რომ შეიცვლება ამ მთავრობაში რამე თუ არა? კონკრეტულ წევრებზე გეკითხებით მინისტრთა კაბინეტის. ინგა, მე რო გავაკეთო ამასთან დაკავშირებით კომენტარი, მე ბუნებრივად უნდა შევქმნა შესაბამისი დაძაბულობა, ხო? ერიდებით რომ არ შეიქმნას დაძაბულობა და მხოლოდ ამიტომ არ პასუხობ. რა თქმა უნდა, ამიტომაც არ პასუხობთ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ მე ჩემი განცხადება შექმნის შესაბამის დაძაბულობას. აქედან გამომდინარე, მე არ ვაკეთებ განცხადებას. ბუნებრივია, მაქვს ჩემი პოზიცია. დიახ. ბუნებრივია ეს პოზიცია არის კონკრეტულიც და ჩამოყალიბებული ყველა კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით, მაგრამ განცხადებას არ გავაკეთებ. მე ხო ახლა კომენტარებს არ ვაკეთებ. რეალურად ეს განცხადება სუსტი რგოლები არის იმ მთავრობის წევრთა შორის მინისტრთა კაბინეტში.
თქვენი შეხედულება როგორ? მზეზეც კი არის ლაქები და როგორ შეიძლება სადღაც არ იყოს რაიმე სუსტი. ფილოსოფიაში არ გადავიდეთ, ეხლა ისევ თქვენ მაიძულებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით განცხადებას არ გავაკეთებთ და ამ მომენტში ფილოსოფოსდები ხოლმე. კარგით, ბატონო გიორგი, ეს იყო ის ხიბლი, ხო, სხვა შორის რითიც მოხიბლეთ ბიძინა ივანიშვილი ფილოსოფიაზე გამახსენდა თავის პირველ ინტერვიუებში კი ამბობდა ხოლმე ამ თემაზე, ბევრს საუბრობთ მე და გიორგიო და შემდეგ დამთავრდა არც თუ ისე სახარბიელო თქვენთვის მისი სიმპათია. მე არ ამგონია რომ მე რამე ასეთი ის მქონდა მიზანი. მან რითი მოხიბლეთ? ბიძინამ უმნიშვნელოვანესად დაგეგმა ძალიან სერიოზული სტრატეგიული პროცესი ჩვენ ქვეყანაში. მე ბიძინას ბიზნეს აქტივობას არ ვიცნობ, მაგრამ იქაც შთამბეჭდავია, მაგრამ საქართველოში უმნიშვნელოვანესი აქცენტები აიღო ბიძინამ თავიდანვე პოლიტიკურ მოღვაწეობაში. ეს იყო სტრატეგიულად ძალიან სწორედ დასმული წერტილები. მშვიდობიანი ცვლილება ხალხის მობილიზაციის გზით, ჩართულობის გზით, მედიის გააქტიურება ძალიან სწორი იყო და ჩემთვის შთამბეჭდავია. გული არ გწყდებათ ეხლა ურთიერთობა რომ აღარ გაქვთ? თქვენ ძალიან პიროვნულ თემებზე გადადიხართ. რატომ არის ეს პიროვნული? მე არ ვთვლი რომ ეს პიროვნული თემებია. თქვენ მე ახლა მეკითხებით ძალიან პიროვნულ თემებს და იმიტომ რომ თქვენ ხო ახლა არ მეკითხებით მე რა ურთიერთობა მაქვს, დაუშვათ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ პოლონეთის პრეზიდენტთან. კარგით, გასაგებია თქვენი პასუხი და ბოლო კითხვა, რაც შეეხება თქვენს პოლიტიკურ მომავალს. ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ არ არის გამორიცხული გიორგი მარგველაშვილმა უკვე დაიწყოს აქედანვე ფიქრი საკუთარი პოლიტიკური გუნდის შექმნაზე და ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად, როგორც ასეც განიხილავენ ყოველთვის ლევან ვასაძეს, რომელიც სხვა შორის ამ სტუდიაში იჯდა რამდენიმე გადაცემის წინ და მან დებატებში გამოგიწვიათ პირადად თქვენ და ადასტურა რომ ხართ მისი მეგობარი, მაგრამ გამოგიწვიათ პირადად თქვენ დებატებში უსუფაშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. არის თუ არა სამომავლოდ შანსი, რომ ლევან ვასაძე, თქვენ და სხვა პოლიტიკური გუნდი ვიხილოთ როგორც ახალი პოლიტიკური ძალა? აი ეს იქნება ჩემი ბოლო შეკითხვა. პირველ რიგში მე და ლევანს ისევე როგორც მე და ვანოს გვაქვს 40 წლიანი ურთიერთობა. მე და ლევანს 35 წლიანი ურთიერთობა. რაც ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შენ როგორც ადამიანი ბუნებრივია ყალიბდები შენ მეგობრებთან ურთიერთობაში, კამათშიც, სიხარულშიც, ხინშიც და გაჭირვებაშიც. ბუნებრივია ლევანთან დებატებს არ ვაპირებ, როგორც არ უნდა გამიძლიერდეს ფლანგები, აქედან ღარიბაშვილი და იქედან უსუფაშვილიც რო იყოს და კიდევ უფრო რო გავაძლიეროთ ეს ფლანგები, მე ლევანთან არ ვაპირებ დებატებს. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია, ახლაც მეგობრად რჩება, ძალიან მიყვარს. პოლიტიკური გუნდის შექმნის პერსპექტივას განიხილავთ მასთან ერთად. და გავაგრძელოთ შემდეგ. ახლა უკვე გადავიდეთ პოლიტიკურ ღირებულებებზე. მე როგორც მოგახსენეთ, მე ვარ ერთგული იმ ღირებულებების, რაზეც აქამდეც ვილაპარაკე. ეს არის ქვეყნის დასავლური განვითარების ვექტორი, თავისუფალი ბაზარი და ასე ვთქვათ, ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო. ლევანი თუ პოლიტიკაში იქნება ამ ღირებულებების ირგვლივ, ის იქნება ბუნებრივად ჩემი მოკავშირე. ასევე როგორც არის დღეს ჩემი მოკავშირე არიან სხვა პოლიტიკოსები. მე უფრო ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ხედვის ადამიანების მსჯერა. კიდევ ერთხელ ეს არანაირად არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ მე და ლევანი შეიძლება სხვადასხვანაირად ხედავდეთ პოლიტიკას, ან ერთნაირად ხედავდეთ, მაგრამ ეს არ ეხება მეგობრობას. მეგობრობა არის ანუ არ უნდა გამოვრიცხოთ თუ როდესმე მსგავსი რაღაც მან მიიღო გადაწყვეტილება თქვენ იგი როგორც პოლიტიკური პარტნიორი ისე მიიღოთ. მე ლევანისგან არ გამიგია რომ ის პოლიტიკაში აპირებს წასვლას. გამიგია საპირისპირო და როგორ გონია ჩემს მეგობარს რატო უნდა ვაკადრო რომ ის ტყუის და თქვა რომ იცით რა ლევანი კი ამბობს რომ არ მიდის პოლიტიკაში, მაგრამ მე მგონია რომ მიდის. ის ხო ჩემი მეგობარია, რატო უნდა ვაკადრო რომ ტყუის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა არის ასეთი, ვის აძლევთ ხმას არჩევნების მეორე ტურში. ჯერჯერობით არის 17,812 ზარი შემოსული და აქედან 61% ჯერჯერობით ამბობს, რომ მან ხმა უნდა მისცეს დავით ნარმანიას. წარმატებას გისურვებთ, ბატონო გიორგი, ისე 27-ში სად იქნებით? როდესაც ხელშეკრულებას იქ მოეწერება ხელი. 27-ში სავარაუდოდ ნამდვილად საქართველოში ვიქნები, მაგრამ თბილისში არა.
დუშეთში. არა. კარგი, წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა. მაშას ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. რამდენიმე წუთში რეაქციაში დებატები, წითლები და ლურჯები, როგორც თეატოლოგიანმა განაცხადა, galurჯდება თუ არა არჩევნების მეორე ტურის შემდეგ საქართველოს. რა მოხდა ბაქოში $1,000,000 სკანდალი და მხარეები ერთმანეთის პირისპირ. ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ზურაბ ჯაფარიძე და პავლე კუგლაშვილი რეკლამის შემდეგ ჩვენს ეთერში. მაშასე ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში წითლები და ლურჯები. ეს იქნება ჩვენი გადაცემის თემა, რა თქმა უნდა გუშინდელი ბაქოს სკანდალის ფონზე და აქვე ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა, ვისაც ერთ ხმას არჩევნების მეორე ტურში დავით ნარმანიას, ნიკა მელიას თუ არც ერთ ჯერჯერობით ჩვენი ზარების 19,000 ზარი არის ჯერჯერობით შემოსული და აქედან 61% ამბობს რომ ხმას მისცემს დავით ნარმანიას. ნახოთ როგორ შეიცვლება და შეიცვლება თუ არა ინტერაქტივი გადაცემის ბოლომდე აქვე უნდა ვთქვა რომ თითო ტელეფონიდან მხოლოდ ერთი ზარის განხორციელება არის შესაძლებელი ჩვენს ინტერაქტივში რომ არ იყოს რაიმე ტიპის ცდომილება ასე რომ ერთდროულად რამდენიმე ზარს ერთი და იმავე ნომრიდან ნუ გააკეთებთ თუ გსურთ რომ ინტერაქტივში აისახოს ეს თქვენი პოზიცია. მაშასე დავიწყოთ ბაქოს ხმაურიანი სკანდალი პირდაპირ ვთქვათ არჩევნების ფონზე. რა თქმა უნდა მე თქვენი ნებართვით პირველი შეკითხვა უნდა დაუსვა ამ სკანდალის ერთ-ერთ მთავარ გმირს ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს რა მოხდა რეალურად მე დეტალებში რო აღარ შევიდე და მაყურებელი რომელიც 2 დღის განმავლობაში ისმენს სხვადასხვა მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რა მოხდა დღევანდელი გადასახადი და რა სიტყვით თუ ავტოში ორი ვერსია მაგრამ შეიძლება მოხდარიყო შემიძლია მოყვეთ თუ გაინტერესებს ისტორია დღის განმავლობაში რაც ხდებოდა ჩვენ გქონდა რეისი სადაც 2:15 წუთზე უნდა გამოფრენილიყავით 4 მოფრინავდით ერთად ბარამიძეს მოფრინავდა გიაც მაგრამ ის ცალკე გასასვლელით იყო რადგან დელეგაციის წევრი იყო და სხვა საქმეზე იყო გავიდა მიშა მაჭაურიანი გავიდა პეტრე ცისკარიშვილი გადიოდა ირმა ნადირაშვილი როცა მე შემოწმების დროს აპარატშიც გავატარი ჩემი ბარგი გამაჩერეს და მითხეს რომ პირადი ჭხრეკა უნდა ჩაეტარებინათ საბაჟოს თანამშრომელმა ირმა მოტრიალდა ჩემს გამო მოვიდა და კითხეს ჩემთან ერთად იყო თუ არა ირმა მოთხრა კიო ჩემასთან ერთად ვარო ჩვენ გამოგვართ ეს პასპორტები დამაყენეს რაღაც აპარატზე ფეხსაცმელები შეამოწმეს შემდეგ დამჭხრიკეთ უტანზე ხელებით ამის შემდეგ პასპორტები წაიღეს ჩვენ ვიდექით და ველოდებოდით შემდეგ მე მოვითხოვე რომ დავლაპარაკებოდი ვინმე უფროს მოვიდა ვიღაც ერთ-ერთი საბაჟოს თანამშრომელი რომელსაც აუხსენი ვინ ვიყავით ჩვენ წავიდა მოვიდა ვიღაც სხვა თანამშრომელი რომელიც როგორც ჩანს კიდევ უფროზე მდგომი იყო იმასაც ველაპარაკე და ხელახლა აუხსენი შემდეგ ის ადამიანიც წავიდა ნუ გავიდა საკმაოდ დრო ამ ყველაფერში გავიდა ალბათ თავის 40 წუთი შეება მეტიც შემდეგ მოგვიტანეს პასპორტები ჩვენ რეიზზე დავაგვიანეთ ბოდიში მოგვიხადეს გვითხრეს რომ რაღაც რეგულარული ის იყო შემოწმება იყო არაფერი კონკრეტული არ უთხრათ ატოს შემოწმეს და რაღაცა დაანაზრებულად გაგვაცილეს გარეთ ეს იყო რაც მოხდა პირველ ჯერზე ჩვენ გქონდა სადღაც 7-8 საათი შემდეგ რეისამდე სანამ ბილეთები ვიყიდეთ სანამ რაღაცა ნუ რაღაც დრო ალბათ დაიხარჯა წავედით დანდი დრო იყო წავედით ბაქოს ცენტრში ვიჯექით ერთ-ერთ კაფეში სადაც ცოტა ხნის მერე მოვიდა თბილისიდან ინფორმაცია რომ თბილისში ინფორმაცია რა თქმა უნდა დაკავებული ხართო საპატიო და დანარჩენი გაგრძელება ვიცი მაგრამ თქვენ როგორ აფასებთ პრემიერი კახი კალაძე ამბობს დღეს რომ ნადირაშვილის და ჯაფარიძეს საქართველოში შავი ფული გადმოქონდათ რომელიც ბაქოში ვინმე იქს პიროვნება მისცა და ამ ინციდენტის შემდეგ ნაციონალებს ფულის უკან დაბრუნება მოუხდათ რა სიტყვით ამაზე და შემდეგ გადავალ ბატონ ირაკლი სესიაშვილთან შეკითხვით ხადა სისულელე ამას საუბარი რაღაც $1,000,000 გადმოქონდა და ნუ ეს ვერსიაც ხო ბევრნაირი იყო ბევრი ფული ელექტროშოკებით მე მარტო ფული მე 9,5 მე ისევ $1,000,000 მე თქვენს რომ გაატარესო იმიტომ რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობა არ უშლიდაო მე თქვენს რომ უკან გაგვატანეს აეროპორტიდან ცხადია სისულელეა ეგეთი დარღვევაზე ნებისმიერ ქვეყანაში და არწმუნებია მათ შორის აზერბაიჯანში სამი ფულის როგორც მინუ კონფისკაცია მოხდებოდა როგორც მინუ ჩვენ დაგვაკავებდნენ და მათ შორის რადგან დიპლომატიური პასპორტები გვაქვს ესეც ყველა როგორც წესი ყველა ქვეყანაში ეს წესია ოფიციალურ შეტყობინებას გაუგზავნდნენ ეგრევე საელჩოს რომ საქმის კურსში ყოფილიყო რაღაც პროცედურას მაინც დაიცავდნენ ამიტომ საუბარი იმაზე რაღაც ჩვენ ფული ქონდა და გამოგვიშეს აეროპორტიდან დაგვაბრუნებინეს და მე უკან მივედი გამო აი უბრალოდ სისულე მე რაც ეხა რასაც მე იქ იმ წუთში ცხადია ხა როცა იმ საბებაჟე მე გამაჩა მე არაფერზე არ ვიფიქრია ვიფიქრე რომ რაღაც რეგულარ სახეზე არ მოვეწონა და შევამოწოთ ყო ეხლა გადმოსახედნა რომ უყურებ როგორც განვითარდა მოვლენები ხო ნუ მე ეჭვი მაქვს რომ ინფორმაცია არის საქართველოსთან მიწოდებული ამას ეჭვს მაძლევს ორი რამე და შემიძლია აუხსნა რა ერთი მოკლედ ძალიან თუ შეიძლება ერთი ეს არის საქართველოს ინფორმაცია გაავრცელა მე რაც ვნახე IPN-ი არის პირველი წყარო
წყარო, რომელსაც ეს ინფორმაცია გაავრცელა და იქ არ არის მითითებული რა წყაროზე დაყრდნობით კეთდება. ერთ-ერთი არის გავრცელებული ინფორმაციით მოხდა ორი დეპუტატის დაკავება და ჩემი და იმას სახელები არის და აღმოაჩნდათ რა ფული და რაღაცაო. ზუსტად 3 წუთში ამას ადასტურებს ხოლმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამის შემდეგ რაღაც პერიოდის მერე ამას ადასტურებს საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში. ეს არის ერთი რატომაც გონია რომ ეს საქართველოსდან წასული ინფორმაცია და აზერბაიჯანის რამდენიმე წყაროს ადასტურებს რომ მათ ინფორმაცია საქართველოსდან მიიღეს და მეორე არის საქართველოს საელჩოს საქციელი იქ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში როგორც კი ეს ინფორმაცია მივიღეთ რომ ესო ჩვენ დავიწყეთ რეკვა ცხადია საერთოდ ჩვენ არავინ არ დაკავშირებია. ხო ბუნებრივია თუ ორი დეპუტატი რაღაც ქვეყანაში დააკავეს ნებისმიერ შეღრმავებაში აზერბაიჯანის სხვა საელჩოს პირველი ფუნქციაა რომ მივიდეს და მოიკითხოს ეს დეპუტატები რა. ვალდებულებაა ცხადია ხო ჩვენ გქონდა მთელი დღის განმავლობაში რეკავდით ჯერ მობილურზე და თბილისიდან მოვიპოვეთ ეს მობილური ჩვენ მეგობრებს ეკონტაქტებდით აქ ვაიბერი და WhatsApp-ით იმიტომ ტელეფონი არ გქონდა ესეთი ურეკავდით მობილურზე და გამორთული იყო მობილური ურეკავდით ჩეულებრივ საელჩოს იმაზე და პასუხი არ იყო როდესაც ჩვენ მივედით უკვე მეორე რეიზზე გამოსაფრენად აეროპორტზე ეს არის უკვე საღამოს 9 საათი და ამ დროს ელჩი აქ აძლევს მედია საშუალებებს კიდე ინტერვიუს რომ ისინი ნამდვილად იყვნენ დაკავებული ნამდვილად ქონდა ფული რაღაცა აი ამ დროს საქართველოს საელჩოს თანამშრომლები იყვნენ აეროპორტში აზერბაიჯანელ მებაჟეებს ელაპარაკებოდნენ და ეკითხებოდნენ რომ მართლა იყო თუ არა ეს ფული და რაღაც რამდენი ელექტროშოკი ქონდა და ესეთი კითხვები მაშინ ჩვენ იქ ვიყავით და საელჩოს ვერ უკავშირდებოდ ვერანაირად ანუ ეს არის ორი რაღაცა რაც მე ბაც მას შემდეგ გამიჩნდა მესეჯი რაც მოხდა ეს ყველაფერი შემდეგ თუ იმ წუთში კიდევ იმრობ მე არანაირი ეჭი არ მქონდა ამას დაგაშვა. დიდი მადლობა. მე არ ვარ პროკურორი, უბრალოდ რასაც თქვენ ყვებით, იმას მოკლე ფეხი უჩანს. ეს იყო თუ არ ვწდები თქვენი სიტყვები. ირაკლი სესიაშვილთან მინდა გადავიდე კითხვით, შემდეგ ჩემთან გამოვხალთ. იქნებ უბრალოდ ერთი დეტალი დავაზუსტოთ. პანაზურაბ თქვენ დაახლოებით ალბათ 12 საათისთვის მიხვედით აეროპორტში. ალბათ. ჩვენ გაფრენა იყო 2:15 წუთი ჩვენ მივედით სადაც 40 წუთი აკდა გაფრენას. და საერთო ჯამში თქვენ ადგილზე რამდენი ხანი დაგაყოვნეს? ნუ არ ვიცი ბევრი რა. სანამ ჩვენ ჩეკინი გავაკეთეთ 40 წუთი აკდა. არა 3-4 საათი რა, 3 საათი როგორ დავაყოვნეთ. სანამ ჩეკინი გავიარეთ, სანამ გავედით ზემოთ, სანამ საბაჟო კონტროლს გადავიდეთ, სანამ გავედით, რაღაცა თუ გავიდეთ 9 საათი და ამის შემდეგ თლიან შემოწმებას დაჭირდა ალბათ რა ვიცი 40 წუთი, ალბათ შეიძლება ცოტა მეტი. ეს არის და ეს. ამის შემდეგ ჩვენ ჩავედით საბაჟო აცხადებს რომ დაახლოებით 3-4 საათი. აცხადებს ეს არის ტყუილი. კარგით, ვისი ასეთი ეს არის ტყუილი. საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია სად ნახეთ? მე წავიკითხე ძალიან ბევრი წყაროები და არც ერთი ოფიციალური წყარო აზერბაიჯანის გავს რაღაცას არ ადასტურებს. არც ერთი, მათ შორის საქართველოს ელჩიც კი არ იზახის ამას რომ ისინი ამას ადასტურებენ. საქართველოს ელჩის კომენტარი იყო რომ ჩვენო ინფორმაცია გადავამოწმეთო ერთი ვიღაც დარაჯს კითხეთო და მეორე ვიღაც დაცვის თანამშრომლებს. და გითხეს რომ თეთრჯიპით ვიღაც კაცი და ქალი წაიყვანეს. ეს არის საქართველოს საელჩოს განცხადება. არა, არ ყოფილა არანაირ თეთრჯიპით არ ყოფილა. თქვენი ტაქსით წახვედით, რითი წახვედით? ტაქსით წავედით, ხო. კარგით, გისმენთ ბატონო ირაკლი, განაგრძეთ თემა და შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი. მე კითხავს უნდა უზრუნოთ უბრალოდ არა მე, არამედ საქართველოს საელჩოს იქ და მათ შორის კითხავს უნდა უგზავნოთ ოფიციალურ სტრუქტურებს. მოგიწოდებთ რომ პატივისცეთ ჩვენ დიპლომატიურ სამსახურს აზერბაიჯანში როგორც ინსტიტუტს რომელიც აბსოლუტურად აპოლიტიკურია თქვენი ყოფილი დიპლომატიური სამსახურებიდან, თუმცა არავის არ მინდა ამ შემთხვევაში შეურაცხყოფა მივაყენო ბატონი ელჩი. იმაში რომ ბატონი ელჩი თავის სამსახურებელ მოვალეობას ასრულებდა. უკაცრავად 2 დღეა ურეკავდა ადამიანი ტელეფონზე არ პასუხობს და რამე მოვალეობის შესრულებაზე. მეც დაურეკე დღეს და არც მე მიგასწრაფა. მთელი დღის განმავლობაში ურეკავდი. მეც დაურეკე, მაგრამ იმ ადამიანს შეხვედრები, იმას ადამიანს ოფიციალური ადამიანმა უკაცრავად ეს ადამიანი ადასტურებს რომ მე აზერბაიჯანიდან გამოვქონდა 1 მილიონი დოლარი. ამ ადამიანს ურეკა ოფიციალური არხით პარლამენტის მეშვეობით უკავშირდები ეს ადამიანი და მაქვს ერთადერთი კითხვა საიდან მოიტანა ეს ინფორმაცია. არა, არ არის დაკავებული არ არის. როცა ჭირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით ძალიან კარგად იზრდება ინტერვიუები. არანაირ დაკავებული არ არის. მე მესმის რომ დღეს ბატონი ზურაბ ჯაფარიძე, ქალბატონი ირმა ცდილობენ რომ ეს ინციდენტი რაღაცნაირად შეფოდონ და საზოგადოებას მიაწოდონ რომ თითქოს არაფერი არ მომხდარა და მეტიც აღმოჩნდა რომ საქართველოს ხელისუფლება არის ამ შემთხვევაში ჩარეული თუ ნებას მომცემთ და არ ვიცი ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა და მოხდა იმიტომ რომ გააკეთა ეს საქართველოს როგორც ჩანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მე არ ვიცი არაფერი არ მოხდა ცუდი რამე მოხდა და თუ ვინმეს გონია რომ ეს შერჩება არ მაინტერესებს ეს არის IPN ეს არის ჩვენი ელჩი თუ ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას მე ჩავყვები ბოლომდე ვიღაცა ამას აგებს პასუხს ყველა შემთხვევაში ანუ ნუ ამბობ უბრალოდ რომ მე ვამბობ არაფერი არ მოხდა ძალიან ცუდი რამე მოხდა და ვიღაცა აგებს პასუხს აუცილებლად მადლობა დიდი გისმენთ მე მესმის რომ ამ შემთხვევაში მორიგი ჩვეული სტრატეგიით მოქმედებს ნაციონალური მოძრაობა ის რაც თავად არ გამოუვიდა და გაიშიფრა ეხა ყველაფერს ხელისუფლებისთვის გადაბრალებას აპირებენ რა გაიშიფრა თქვენ ჯერათ თუ შეიძლება ესე ისეთ კისებით ფორმაში ლაპარაკობს ან თქვენ გაქვთ რამე ინფორმაცია რომ მე მართლა მომქონდა იქიდან მილიონი დაისცა მე დავსვავ თუ შეიძლება ამ შემთხვევაში ძალიან გეგორი რაღაცა ინფორმაცია გააქვს და მითხარი ძალიან გთხოვთ ამ რეჟიმში ესე ვერ გავაკეთებთ ამტკიცებთ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია მე მაქვს ჩემი ვარაუდის გამოთქმის საშუალება თქვენ
თქვენ არაერთხელ გაგიცხადებიათ მე ზოგადად ნაციონალურ მოძრაობას ბატონ ზურა უნდა დავაცადოთ არაერთხელ გაგიცხადებიათ კონკრეტული ფაქტის შესახებ რომელიც მე აღმოჩენილა რომ ისევ და ისევ თქვენი შეთქმული იყო ამიტომ მე ჩემის მხრივ მიუხედავად იმისა რომ პატივცემ უდანაშაულობის პრეზუმპციას მიმაჩნია რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით საჭიროა საკმაოდ სერიოზული გამოძიების ჩატარება იმიტომ რომ რა სცენარსაც გვთავაზობს ბატონი ზურავი აბსოლუტურად არალოგიკურია და არ ჯდება არანაირ სცენარში ამიტომ კონკრეტული ადგილი მითხარით რომელიც არის არალოგიკური თავიდან ბოლომდე გეტყვით რა არის არალოგიკური პირველი საკითხავთ მითხარით და გიპასუხოთ მიდიოდით აზერბაიჯანში მარნეულისა და გარდაბანში არჩევნების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით თქვენი განცხადება ეს IPN-ზე დევს არა ერთი წუთი ძალიან არა შეფასებას უნდა მოусმინოთ და მე არაფერს არ გაბრალებით ბატონ ზურაბ თქვენი განცხადების საფუძველზე ვაკეთებ კომენტარს და მის შემდეგ უკვე ხუჯერ გავაკეთეთ მოდი ერთ რაღაცის შესახებ მოდი ერთ რაღაცის შესახებ არჩეერიოთ ერთმანეთს თქვენ თავიდან ბოლომდე მოყევით თქვენი მოყვა უკვე ასე ვთქვათ ინციდენტის შესახებ მაგაში რაც ვით ალოგიკური არაფერი არ არის უბრალოდ სუდია მაგრამ მაბრალებს სუდ რაღაცას მაგრამ ალოგიკური მაგაში არაფერი არ არის კარგი ბატონ ზურაბ მოდით ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ რომ მოდი გიხდით თქვენ უბრალოდ ამაზე უნდა უპასუხო აუცილებლად კი ბატონო გისმენთ კეთილი IPN-ის საიტზე საინფორმაციო საშუალებაზე გავრცელდა ბატონი ზურაბის განცხადება თუ არ ვცდები სატელევიზიო ეთერშიც თქვით შეიძლება ამ შემთხვევაში არ მახსოვდეს და კარგად რომ თქვენ და ქალბატონი ირმა ერთი დღით გაემგზავრეთ აზერბაიჯანში იმისათვის რომ შეხვედრილიყავით კოლეგებს და გესაუბრათ მარნეულში და გარდაბანში ჩატარებული არჩევნების თაობაზე ხო არ ვცდები? ვცდებით ნუ ეს თქვენი განცხადება იყო. ნუ პირველი განცხადება იყო და არასწორად ციტირებ და შინაარსი ვერ გამოვიტანეთ სამწუხაროდ. ლოგიკური კითხვა გამიჩნდა რომ რატო ჩადის ნაციონალურ მოძრაობის ორი დეპუტატი, ანუ რატო წევს ხარს, როცა იქ ყავთ მინიმუმ ორი დეპუტატი, ეს არის გიორგი ბარამიძე, რომელსაც ოფიციალური დელეგაციის ფარგლებში ჰქონდა საშუალება რომ შეხვედრილიყო ვიცე-სპიკერს, იქვე იყვნენ ჩვენი კოლეგები და თუ რაიმე ინფორმაციის მიტანა სურდათ, ბარამიძის მაჭავარიძის საშუალებით ამას ძალიან კარგად გააკეთებდნენ. მეორე დაკავების მომენტში და მათი განცხადებების პირველი განცხადებების დროს ისინი ყველანაირად ცდილობდნენ რომ თავი აერიდებინათ ამ ფაქტის გახმაურების თაობაზე. და პირიქით, აქეთ დებდნენ საელჩოს ბრალს, რომ იცით რა საელჩო ყურადღება არ მოგვაქცია. როდესაც დეპუტატს დიპლომატიური პასპორტით აკავებენ, ამ შემთხვევაში როგორც წესი ნორმალური ადამიანი, რომელიც უდანაშაულოა, რომელსაც არაფერი არ აქვს დასამალი, რეკავს თავის საელჩოში და ეუბნება, რომ აი ესეთი პრობლემა მაქვს და მომაკითხეთ და მომხედეთ. ასეთი და როგორ არ დაუკავები ხართ? ნუ შეგაჩერეს თუ შეგაყვნეს, რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტი ხო არის, რომ თქვენ პრობლემა შეგიქნეს. ფაქტი ხო არის, რომ დამაგვიანდა, ეგ არის ერთადერთი ფაქტი, არავის არ დაუპატიმრებია. როცა რეისი ადამიანი აგვიანებს, თავისთავად ცხადია, ეს ხდება ვიღაცის მიზეზით. თქვენ არანაირი პასუხისგებლობა იმ მებაჟის წინააღმდეგ არ დაგიყენებიათ. მეტიც, როგორც წესი, თუ კი მებაჟე თქვენ უსაფუძვლოდ გაკავებთ, ბილეთი უნდა იყიდოს იმ საბაჟომ და არა თქვენ. თუმცა თქვენ ძალიან წყნარად ჩვიდათ, ალბათ ბევრი ფული გაქვთ თუ რა მიზეზის თავხსნათ, მიდიხართ, ყიდულობთ ბილეთს და მიდიხართ მე ქალაქში გადიხართ, იმიტომ რომ არ ვიცი, დასვენების საფუძველს იქმნით და ძალიან მშვიდად თითქოს არაფერი არ მომხდარა. მე რეკავთ ქალაქში და ამბობთ რომ იცი რა ჩვენ არავის არ დაუკავებიათ, არანაირი პრობლემები არ შექმნია და მოვდივართ $1 მილიონი. ესე დეტალებზე რო არ ვისაუბროთ. ელექტროშოკებზე ერთი წუთი ძალიან მე ვეყნობი აქამდე ნაციონალური მოძრაობის აქამდე არსებული დაფინანსების სტილს და მეთოდოლოგიას. ანუ ჯერათ რომ მათ მქონდა. იგი უგულავა რომელსაც 50 მილიონი მოიპარა ბიუჯეტიდან და მოახმარა მიწროპოლიტიკურ ინტერესებს. ეგრე სასამართლოს არ მერაბიშვილი, ჭიაბერაშვილის საქმე, სადაც სასამართლომ დაამტკიცა 5 მილიონის მოპარვაზე არ არის საუბარი, იყო დასაქმებაზე ადამიანების თქვა ეს გავიგე როგორც არა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და საუბარი მე სახში არავის ხარჯზე ზიხარ დღეს პარლამენტში ადამიანებმა აიღეს ხელფასები. ხარჯზე ზიხარ დღეს პარლამენტში მოპარვა სხვა კვალიფიკაციის კეზერაშვილის საქმე. თუ არ გეცით მოპარვა კეზერაშვილის საქმე გაიშიფრა. არაფერი არ გაშიფრა კეზერაშვილის საქმე. იულოვას ქვისლის აგაიშიფრა სასამართლოს ხარო ეს არის პოლიტიკური დევნილი. არა, სასამართლო მიქს ხარ ამეთქვა. ექსტრადიციის აქტი განეცა უნდა გადავიდოს პოლიტიკური შავი ფული დაიჭირეს, რომელიც უნდა მოხმარებულიყო ნაციონალურ მოძრაობას. საიდან ის სასამართლო ჯერ არ დაუმტკიცებია. ეგ არის პროკურატურის აქედან გამომდინარე თქვენ გიჟერათ რომ $1 მილიონი დოლარი სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. ბატონ ზურა უნდა მარცხადოთ. კარგი, მე მირადად. აი ამ სქემიდან გამომდინარე, ეჭვი არ მეპარება რომ ის შავი ფული რაც შეჩვეული იყო ნაციონალური მოძრაობა რომ შავი ფულით უნდა დაფინანსებული იყო. ბიუჯეტიდან უნდა მოეპარა და თავისი აქტივობა დაეფინანსებინათ. ბიზნესი უნდა დაეტორებინათ და იქ
იქიდან შემდეგ ეს ფული გამოიყენა. ეს ყველაფერი მარტივი სქემა იყო, ჩაეშალათ, ჩაიფუშათ. ეხლა შექმნეს ახალი სცენარი და ამას მიყვებით. დიდი მადლობა. თუ შეიძლება უნდა მაცადოთ, უნდა გადაცემის წაყვანა. მე ისევ ოცნების წარმომადგენელს მინდა დაუსვა კითხვა. ძალიან მძიმეა ეს ბრალდება, ბატონო ირაკლი, ხო, რომ შემოგაქვს დაუშვათ 1 მილიონი დოლარი, ელექტროშოკები, ასე შემდეგ და აი ბატონი ირაკლი ხა ამბობს, რომ ხო, იმ მართვის სტილიდან გამომდინარე და დაფინანსების მე ეჭვი არ მეპარებაო. ვიცე-პრემიერი კალაძე ღიად ამბობს, რომ შავი ფული გადმოქონდათ მათ. სად წავიდა ეს ფული თუ გაგიჩნდა თქვენ კითხვა? ანუ სად წავიდა თუ მოქონდათ, მერე სად წავიდა ეს მილიონი დოლარი და რამდენად რეალურია, რომ საზღვარზე მილიონი დოლარი შემოიტანო ქეში? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მადლობა ეთერში მოწვევისათვის. უბრალოდ ვიდრე დავიწყებდე საუბარს, მე მინდა ბატონ ზურაბს მიმართო, იმიტომ რომ ბატონ ზურაბ მესმის რომ ეს განსაკუთრებულად ზნობიარე თემაა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან პირადული და ინდივიდუალური თემა და გეხებათ პირადად თქვენ და აქედან გამომდინარე ეს თქვენთვის ძნელად არის სახმელი, მაგრამ ძალიან გთხოვთ თითოეულ ჩვენთაგანს დაგვიტოვეთ იმის უფლება, რომ ჩვენი აზრი გამოვთქვა და ამ მასში ეს იყოს გარკვეულწილად კრიტიკული და ეს ეხებოდეს იმ მოქმედებას, რომელიც კონკრეტულად თქვენთან არის, რომელიც არის კონკრეტულად თქვენთან დაკავშირებული. რა მოხდა და რატო დააკავეს თუ შეაყოვნეს თუ გაჩხრიკეს თუ დაათვალიერეს ბატონი ზურაბი არ ვიცი. ამის შეიძლება მილიონი მიზეზი იყოს. ეს იქნება მილიონი მანათი, მილიონი დოლარი, მილიონი ლარი, მილიონი სხვა რაღაცა მიზეზი შეიძლება იყოს. მე არ ვიცი, მე არც პროკურორი ვარ და არც დაკითხვაზე მყავს ახლა ბატონი ზურაბი და გამოვკითხო მას თუ რა მოხდა და როგორ მოხდა. ამას ალბათ შესაბამისი ორგანოები გამოიკითხავენ და ინფორმაცია ხონდა ქონდეს რაღაცა შეიძლება უკაცრავად ეხმობა. არა, უბრალოდ არა, მე გეტყვით, არა, მე გეტყვით ადამიანზე ლაპარაკო რა. გეტყვით, მე ბევრი სხვადასხვა წყარა არსებობს. ხო და აი მითხარით რამეს ერთი ოფიციალური ხავიდან დავიწყე და შევეცადე რაღაცნაირად თქვენთვის შემემსუბუქებინა იმის პროცესს, რასაც ვაპირებდი და ამ მოსმენაში არაფერს ისეც არ ვლაპარაკებს, რომელიც არ ღვევს თქვენ უდანაშაულობის პრეზუმპციას, ან რამდენი ახალს ამბობს ნაცნობად მოძრაობა. თქვენ დაადათ სულ რაღაცას ლაპარაკობდა, წყარო ხომ და ქონდა რაღაცა. მოდი თუ არ დავაცდით, ესე ვერ გავალთ. აი ასევე მე მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა. არ ვიცი თქვენ დროს თქვენს პრაქტიკაში როგორ იყო, მაგრამ ნამდვილად დღეს პოლიცია პოლიტიკური ხელისუფლებისგან გაყოფილია. მე არ ვიღებ პოლიციისგან ინფორმაციას, შესაბამისად მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გთხოვთ. უნდა ვაცადოთ. გეტყვი, თუ მომისმენ, გეტყვი, ბოდიში, დამასრულებინე. შეგიყვანეთ ამ ხელს შესავალი გაგიგეთეთ. პოლიციამ განცხადება გააკეთა. მე ამ კულტურას ვინარჩუნებ. პოლიციამ განცხადება გააკეთა, მე მოვაპირებ მაგ განცხადებით. ამის გარსევებს აბსოლუტურად ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია იმ ადამიანებთან, რომლებიც პირობითად იყვნენ სიტყვაზე ბაქოში გაიგეს, ნახეს ეს ადამიანი, გაიგეს ის ჩხრეკის პაკი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია და არ ვიცი მე ეს ზუსტია თუ არა. მე გეტყვით, ხო, ას ბევრი სხვადასხვა რაღაცა მუსირებს ადამიანებს, რომლებსაც ინტერესი ამოძრავებს ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი, იქ ბევრი საუბარი იყო იმაზე თქვენ ჯენტლმენულ ქცევასთან დაკავშირებით, რომ რეალურად პრობლემა ხალბატონ ნადირაშვილს ჰქონდა. არ ვიცი, ბევრი სხვადასხვა რაღაცა იყო, მაგრამ ამაზე საუბარი მე არ მინდა. თუ გაინტერესებს, მე მაგაზე ვერ ვაპელირებ, ამაზე ვერ დავეყრდნობი თქვა, გითხარით წინასწარ, მაგრამ ხო, რაზე ეყრდნობ ირაკლი, შენ რაზეც ეყრდნობ და რის გამოც ეჭვება? თუ მომისმენ გაიგეთ, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შესავალი იყო ნახევარსაათიანი. ეგ არის ჩემთვის, ეგ მაინტერესებს. არა, მე ვერ გამოვხატავ ისე სწრაფად ჩემს აზრს, როგორც თქვენ. კარგი, ბოდიშით კიდევ ერთხელ უკაცრავად და გელოდებით. ხო, თქვენს ადგილას მეც მართლა დავინტერესდებოდი ნამდვილად და ბოლომდე ჩავეძიებოდი ამ საკითხს. ბოლომდე ჩავეძიებოდი ამ საკითხს. ამავდროულად მე განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დავადასტუროთ ჩემი ყოფილი კოლეგების მიმართ და საერთოდ დიპლომატიური სამსახურების მიმართ და მე საერთოდ არ მსმენია იმ ფაქტების შესახებ, როდესაც დიპლომატიური სამსახური რომელიმე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ტოვებდეს რაიმე გასაწირში და არ ეხმარებოდეს რაიმ ყველა იმ შესაძლო ფორმით, რაც მას შეუძლია და ეს ჩემი პოზიცია და ნუ ჩამეწერე. საქართველოს ერთ ჩვენთან დაკავშირება. რაც შეეხება იმ საკითხს, სად წავიდა ეს ფული. არ ვიცი მე ეს ფული სად წავიდა, არც მაინტერესებს, მაგრამ მე მოგიყვებით იმას და რაც ეხა გარკვეულწილად ეს დამკვიდრებული პრაქტიკა იყო მთელ საქართველოში. ის რომ ბიუჯეტის ფულიც გამოიყენებოდა არჩევნებისთვის, ის რომ შავი ფულიც გამოიყენებოდა არჩევნებისთვის და ის რომ ადამიანებს, ბიზნესებს ატერორებდნენ, მიყავდათ უკანასკნელ სიტუაციამდე და აიძულებდნენ რომ მათთან დასაქმებული პირები, სხვადასხვა ადამიანები, მათი რესურსები გამოყენებული იყო საარჩევნოთათვის. და გაგება არის ის რომ და რეალობა არის ის რომ აი ეს ყველაფერი რაც კი ისმის, მილიონი ბევრი სხვადასხვა მიზეზი, მილიონი მანათი იქნება, დოლარი იქნება, ლარი იქნება თუ ნებისმიერი სხვა რაღაცა საზოგადოებაში არ იწვევს დიდ კითხვას. აი ეს არის პრობლემა. იმიტომ რომ მათ არც გაკვირვებიათ ესეთი რაღაცა და არც გაკვირვებიათ რომ
ზურაბ შეიძლება არა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს რომ ესეთი რაღაცა შემთხვევათ ან ესეთი რაღაცა გაეკეთებინათ. დიდი მადლობა. გისმენთ ბატონ პავლე. ძალიან ბატონი პავლე, ხმას აღარ გაქცევთ ეჭი მაქვს, იმიტომ რომ არაძლებს სიტყვას. ეხა ამ წუთში პირაკრის თხოვდი რომ ერთი წყარო მაინც დაესახელმე, რისაუძეთ მას პირადად გაუშვთა ეჭი და თუ ეს ყოფილა ისო თურმე ნაციონალურ მოძრაობას ქონია ცუდი იმიჯი და ამის გამო ესეთ რაღაცა როცა ხმაურდება თურმე ეს ყოფილა დამაჯერებელი. თქვენი ინტერესებისთვის, თქვენი უფლებების დასაცავად ელჩი მოქმედებდა, არ მოქმედებდა ელჩი. ელჩს არ მოუკითხავდა და გარკვეულიყო საქმეში და მთელი საერთაშორისო თანამდებობის უკასავად მე უნდა ვეპოვლო. მაღალი მე უნდა ვეპოვლო. დიდი რაოდენობის შემოტანის გულისთვის არის დაკავებული. ვინ გაუკავშირდა? მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდა და ადამიანი ვერ დავიჭირეთ. ვერც გუში და ვერც დღეს. დღეს მთელი დღეა ურეკავ ადამიანს და ვერ დავიჭირეთ. ოფისში ვრეკავთ ბოლოს ვიღაცა დავიჭირეთ თანამშრომელი გეუბნება 15 წუთში დარეკეთ იგრებო და ის ჩამოშეს ატომიკას არ დაუკავშირეთ საელჩოს. ეგრევე დაუკავშირეთ როგორც ინფორმაცია გიორგი ბარამიძე გამოფრინდა. როგორ ეკეთებოდ? ერთად მოვდიოდით. ხო და გამოფრინდა ისე წავიდა. მე ხო აცხადებ რომ გაფრენა კუბლაშვილს ვაძლევს სიტყვას, თუ შეიძლება ბატონ ზურაბ. შეგაყოვნეს გაფრენამდე. ჩვენ ხო იქ ვიყავით. რატო არ დაუკავშირეთ გიორგი ბარამიძეს? რატო არ დაუკავშირეთ მიხეილ მაჭავარიას? უბრალოდ ამ ფაქტის გახმაურება არ გინდოდათ. გეშინოდოთ, იმიტომ რომ მეც იქ ვიყავი და თავისთავად ცხადე მე შემოყვებოდი. დიდი მადლობა პავლე კუბლაშვილს. დიახ, იმიტომ რომ იმ ფაქტის მე არ დაურეკე მიშა მაჭავარიანს და არ უთხარი რომ გამაჩერა მებაჟე და მომაწესო, იმიტომ რომ შემეშინდა რომ ირაკის სესიაში შემოყვება და ვაიმე ალბათ ამ ფაქტის გახმაურება არ მე იმაზე უნდა უპასუხო. ბატონ ზურაბ ძალიან გთხოვთ თავაზე უნდა უპასუხო და მე ვერ ვაძლევს სიტყვას ბატონ პავლეს ძალიან ერთ რამეზე უნდა უპასუხო რომ თითქოს ჩვენ ვიყავით, თვითონ ეს რამდენჯერმე გაიჟღერა, რომ თითქოს ჩვენ ვიყავით ჩასული იქ, რომ ჩვენ აზერბაიჯანელი კოლეგებთან გაგვეხილა მარნეულში და გარდაბანში არჩევნების რაღაცა საკითხები. ამაზე უნდა დამესწრებით კითხვა ეხლა ყოფილა. არა, ამოიღონ ეს ინფორმაცია და დაუდეთ ზურაბ. კარგი, ძალიან გთხოვთ. ეს იყო ბევრად აუხსნი რა იყო. ჩვენ ჩავედით იქ, იმიტომ რომ ქონდა თხოვნა ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგებისგან, რომლებიც არიან მეგობრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილის და მიხეილ მაჭავარიანის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მათთან ერთად მუშაობდნენ. მათ ქონდა სრულიად ჩვენ ჩავსულიყავით და შევხვედროდით. საუბარი ქონდა ბევრ თემაზე. უბრალოდ მე პირადად დამჭა შტაბ-ეჭვება, რომ ამ ადამიანებს ძირითადად აინტერესებდა, არ გეტყვი სახელებს, არ გეტყვი მოქმედ კოლეგებზეა საუბარი. მოკლედ უნდა თქვა, მეგობრის მათ აინტერესებდა მარნეულში გარდაბანში იყო რაღაც მოვლენები დავასრულე შეიძლება მე გითხარი 10 ერთხელ არის ოფიციალური ხო და ეგ არის არაფერი არა რასიზმი ლაპარაკობ ხარ საერთოდ ხაერზე ლაპარაკობ 9 წელი ლაპარაკობდი ბალიკო ეხა არაფერი საფუძველი არ ქონდა ისე და მე მეუბნები რომ საზოგადოებაში რამ გამოიწვიათ ხო და ვიდრე საუბრობდი ახსენი და შესაბამი გაგიკეთე რას გეუბნებოდი თუ ესეთ გავიგო დოკუმენტი არის სანერვიულო აი ხა მე მოგვა იმას ვინც ეს მოიგონა და განახორციელა კარგეთ, პავლე კუბლაშვილს ამ ადამიანებს აინტერესებდა მარნეულში და გარდაბანში განვითარებული მოვლენების დროს მართლა იყო თუ არა საკითხი ეთნიკური ნიშნის დაპირისპირების. რადგან ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არის სრული სისულელე და ესეთი პრობლემა საქართველოში არ არის. მათი კითხვა იყო, რომ რატო გაიჟღერა მაშინ ამ საკითხმა რამდენჯერმე თავრობის განცხადებებში, რადგან ჩვენ ვუთხარით, რომ ეს კითხვა არის ჩვენთან, მიშა მაჭარმა უპასუხა და მათ გითხეს, რომ მათ აქვს კარგი კომუნიკაცია მთავრობასთან და კარგი ურთიერთობები, ესაბამისად მათ აინტერესებდა ჩვენი აზრი. ეს პრობლემა არ დგას და მაჭავარიანმა მათ შორის დაპატიჟა საქართველოში თუ თქვენ სურვილი და მოგიწვიოთ ჩამოვიძანოთ ამ რეგიონებში არ გინდათ ამ თემაზე ნახავთ ეს პრობლემა არ დგას საერთოდ საქართველოში რაზე არ მინდა პირდაპირ საუბარი ამაზე არ გინდათ სადი საუბარი ეს თქო დეტალებში მოხდა არა ვისთან იყო და რაზე იყო ეს არის მათი თხოვნა რო არ გაჟღერდა დიდი ბოდიში უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში პავლე კუბლაშვილს ვაძლევს სიტყვას თხოვნა იყო რო არ უკაცრავად არ მოგადგები კაცო რა ქვია მაგას რაზე ვისაუბრეთ მე მგონი გასაგებია უნდა მაცადოთ ეს მარტო თქვენი საქმე არ არის ეს ქვეყნის საქმეა ბატონო პავლე კუბლაშვილს ვაძლევს სიტყვას და ძალიან არ დააკეთებთ მოქმედებს ნაციონალური მოძრაობა პირველი მოქმედებს პირველში იმაზე პირველი განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს თავმჯდომარე და ამინისტრებებზე მოდიოდა თქვენგან ძალიან გთხოვთ უნდა აცადოთ თუ ამ თემაზე საუბრობთ ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის და მარტო თქვენი საქმე არ არის და მარტო თქვენი მოსანდობის საქმე ეს არ არის მარტო თქვენზე მოსანდობის საქმე ეს არ არის ამიტომ თუ ვერ ლაპარაკობ ღია ეთერში მოიწვიე სპეციალური კომისია და თქვენი არხებით ბატონო პავლე კუბლაშვილს უნდა დაუსვა შეკითხვა პრინციპში შეკითხვა რაც უნდა დამესვა ამაზე უკვე ისაუბრა ბატონო პირდაპირ გადმოვალ დასაკვირველი იმედია რომ არ დააწყვეტინა ესეთ ეთერში როცა დრო ფაქტურად არ მაქვს სასაუბროთ იმედი მაქვს რომ ჩემი კოლეგები მომცემენ ამის საშუალებას რომ მე მაპატიეთ მე ვერ უზრუნველყავი შეიძლება
მაგრამ პირველი ძალიან რაც შემიძლია აქტიურია თქვა მესმის გუშინდელი არის რომ მე ბოლოს ამ სტუდიაში ვიყავი, როდესაც შალვა თათუხაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით იყო კონკრეტული გადაცემა, კონკრეტული კითხვები იყო. ეს იყო თემა, რომელიც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დღესაც ძალიან ბევრი კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით არის პასუხგაუცემელი. მაგრამ მაშინ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი სესიაშვილი არც ერთი კითხვა არ გარჩენია. არც ერთი კითხვა არ ქონია პროკურატურასთან, არც გისოსებიან ფანჯარაში როგორ ძრებოდა ჩაშულ. არ ქონია ირაკლი და იმიტომ არის დღესაც პრობლემა ეს არის. ამ მაშინ პრობლემა ამას არ დაგასვი. როცა ადამიანი აბზივარ და მატყუებს დატყუებს საზოგადოებას. თავარი პრობლემა არის მაგაში. არ გაპატიებ. თავარი კითხვები რაც არის საზოგადოებისთვის იმას არ. ეხა იქნება ისიც მითხრა რომ რაფალიანცე იყავი აღშფოთებული. თქვენ ის გუნდი ხართ, რომელსაც შეუძლია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ბატონი ალასანია იყო ერთ-ერთი ვინც გააკეთა ეს კომენტარი. შეუძლია დააბრალოს ალასანიას და მე ელაპარაკე. არიბაშვილის მათ შორის რომელიც პოსტავდა ალასანიას ჩანაწერს და მე რეგრა ზუსტად ეგრე იყო. გარჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამ ადამიანებმა დაგვაბრალეს ერთი წლის ბავშვის სიკვდილი. მკვლელობა დაგვაბრალეს. როცა პირდაპირ ზუსტად იციან დღეს მაინც იმის შემდეგ ამდენი დრო არის გასული. ზუსტად იციან რომ ისინი არიან ადამიანები რომლებსაც შეუძლია რომ ყველაფერი დააბრალონ. ამ გუნდთან გვაქვს საქმე. რომელ $1,000,000 დოლარზეა ლაპარაკი და რომელ რაღაცაზე შეუძლიათ რომ ბავშვის მკვლელობა დაგაბრალოს ხალხი. როცა ვლაპარაკობთ იმაზე რა განცხადებები იყო და ვინ ქმნის ამ თემას. აბა გაიხსენეთ. როგორ დაიწყო გუშინ ეს ყველაფერი? დაიწყო განცხადებით, რომელიც გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შემდეგ იყო განცხადება, რომელიც გააკეთა კოალიცია ქართული ოცნების პრეს სპიკერმა. რა შუაშია, რა ინფორმაცია? წყარო არა აქვს თანანაირი. თუ რამე დანაშაული იყო და თუ რამე ინფორმაცია ჰქონდა. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურ ორგანიზაციაში პრეს სპიკერმა გააკეთა და წყაროსაც მიუთითა. არა, რო არ იყო წყარო. მიუთითა. რა პრეს სპიკერმა თქვენ ვერ მითითებთ, აი წყარო მითხარი. წყარო იმ დღეს პრეს სპიკერმა მიუთითა. წყარო მითხარი შენი. საჯარო ინფორმაციაში გავჩვენ მე მითხარი. ხო, აი პიენის რომელსაც აქ წყარო რომელიც სხვაგან არის. რომელსაც არ ვიცი წყარო. ანუ მე ვნები რომ მედია სააგენტოს მე არ ვენდო. არ ვენდო მე მართავ მაგალითად სააგენტოს. მე მართავ. კარგი, ბატონ პავლეს უნდა დავაცადო, ძალიან გთხოვთ. მართლა ეს პირველი შემთხვევა არის, როცა ბატონ ირაკლის სესიაშვილს გაუშვდა კითხვები და რატურსხეში რო არის რაღაც იორამს რო ეკითხებიან რომელ ჯიბეში ხუმბარო ისე მოდის და ეკითხება ეხა რომელ ჯიბეში აქვს ელექტროშოკი ზურა აბაში ზურა ჯაფარიც და მე მინდა ვთქვა რომ ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან კარგად ორგანიზებული ქართული ოცნების მიერ PR კამპანია რომელსაც აქვს ერთ-ერთი მიზანი რომ როგორღაც შესწომა შეიყვანოს საზოგადოება მე მართლა მაქვს პრეტენზიები საელჩო წარმომადგენლებთან როდესაც საუბრობენ რომ ეს ღირსეული ხალხია და არ გაქვს პრეტენზიები? თუ შეიძლება დავასრულებ. არა, უბრალოდ დავასრულებ. რა თქმა უნდა მაქვს, მაგრამ საელჩოს წარმომადგენელი ბატონო ირაკლი, საელჩოს წარმომადგენელი არის ის პირი, რომელიც უნდა დაინტერესდეს თუ მისი მოქალაქე არის განსაცდელში, ან თუ დააკავეს. რასაც თქვენო, უნდა დაინტერესდეს, მივიდეს, იკითხოს, მოძებნოს ეს მოქალაქე, ხო? ეძებდა, მოიკითხა, ეს ადამიანი ეძებდა მთელი ერთი დღის განმავლობაში, ეხლაც ეძებდა. ბაკოსცენში ვიდეო, როცა კაცი კომენტარებს აძლევდა, რომ დაკავებულები არიან ციხეში ზიანს, სად მეძებდა და ურეკავდია ტელეფონზე არ პასუხობდა. თქვენი პოლიტიკური მიზნების გამო ეს ხალხი ვიმეძებდა, სად მეძებდა, ვერ მიპოვა? თელმა ცინის არ მიპოვა და მაგან ვერ მიპოვა იქ ბაქოში? რას ლაპარაკობთ ეხლა? როგორ მეძებდა? მე ურეკავდა ტელეფონზე არ პასუხობდა. უამოდ გეძებდა თუ აი, რათა რითია დასწორდა? ვის ურეკავდა? ერთს რომელსაც ბოლოს დაუკავშირდა მაჭავარიანი თბილისიდან და უთხრა ტელეფონი დამიჯდა და ვერ პასუხობდა. კარგი, ბატონი პავლე. და თაგინათ რომ მე ზღაპრებს რო ყვები და რო ვერ ადასტურებ და არგუმენტები რო ვერ მოყავ. ამიტომ ვართ ამ დღეში. ვირას დაადასტურებს, მაგრამ დავინახავ. ფაქტი მითხარი. ის კი არა რომ IPN-ზე წაიკითხე, რომელსაც წერია რომ სხვა მითხრა ეს. აი შენ რა იცი კონკრეტულად? ვინ გითხრა? საიდანაა გაქვს ეს ინფორმაცია? ბალიგო, მე აზერბაიჯანელი ნებაჟი არა ვარ. არა ხარ, კარგი. მე ეს პული არ მინახავს და ვერ ვნახავ. პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ზიხარ აქ. და იზახი რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია კი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს ზურა ჯაფარიძე არის დამნაშავე. ამას შემთხვევაში მე არ მეგონა დამნაშავეა. მე მაგარი იწევდა. შენ რო ლაპარაკობ, ხვის ფულზე. ეს არის რეალობა მე. ხვის ფულზე და შავ ფულზე რო ლაპარაკობ. ვისი ფულით მოხვედით საერთოდ? ვიცი, ეხა არ მითხართ რომ ძალიან შავი ფულით მოვიდა ოცნება. როგორ ფინანსებოს? აბა მითხარით, თქვენი შემოწირულობების ამბები. ეხლაც აი, უპასუხე. ერთი ოლიგარქის დაფინანსებული პირი ხართ, ორივე ეხა მიზიხართ წინ და მიყვებით იმას, რომ არ უნდა იყოს მიბმული თუ დიდი მადლობა, გისმენთ. ველაპარაკებით. ბიზნესა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა თავისი სიტყვის ბოლოს მადლობა გადაუხადოთ ბატონ ბიზნესა ივანიშვილს. ბიზნესა ივანიშვილმა კოალიცია ქართული ოცნების
საარჩევნო კამპანია დააფინანსა თავისი ნაშრომი ფულით. თქვენ სახელმწიფოს მოპარეთ. მათ შორის ბიუჯეტიდან მოიპარეთ. იმ გზით, რომლითაც არ ქონდა ამოცნობა რომ გაეკეთებინა. მოპარეთ. წაართული ესე ვთქვათ რა. დაატერორეთ. აი ამ ფულით მოყოლეთ. თქვენი მანდატები არის სწორედ ქართული სახელმწიფოს ბიუჯეტით მოხებული. ეხლა დღევანდელობას დაუბრუნდეთ. დაასრულეთ ბატონო პავლე და ირაკლი ჩიქოვანს ვაძლევთ. სახელმწიფო ფულზე და ვანო მერაბიშვილის ეგ დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით არავითარი დასაქმების არაფერი არ ეს არის თქვენი დარბაისებმა ადამიანმა 38000 პრემია აიღო დუმს ადამიანი დღეს მათი შიხიაშვილი სამი თვის პრემიას დუმს ადამიანი არ მოიხსნა უნდა მადლობა გადაუხადოთ რომ 38000 წაიღო მოდი დავაცალოთ შიხიაშვილს გადაუხადოთ კიდე ნახევარ მილიონამდე რო იდები იოგები თუ შევახოთ ყველაზე ძლიერი იოგები აქ აბატონ წამყვანს აქვს ასე რომ მაქსიმუმი მომიწევ დღეს ჩემი იოგები ეხლა მე მაცადე ირაკლი ჩიქოვას რაც შეეხება დაფინანსებას და რითი ფინანსდებოდა და რა თქმა უნდა მე მახსოვს ძალიან ბევრი თქვენი ხრიკები, მათ შორის თქვენ იყავით იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, მაშინ, როდესაც ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ ქონოდათ იმის საშუალება. დამასული მახსოვს დააგებულო უკაცრავად ერთმანეთს უნდა მოусმინოთ. ესე არ გამიჯერა. მე რომ ლაპარაკობ, თქვენ ჩამეჭერთ? არა. რაღაც რამდენია შენთვის კაცო. არა, მაგრამ ეს კაცო შენის ეხნია ამას მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც გამოიგონეთ რეტროაქტიული ძალამიეთით ლამის იყო კანონს, თუ გახსოვთ ეს 31 მე შეიცვალა ეს კანონი ქონდა დაფინანსების საშუალება. შენ სიტყვაში ახსენე, როცა საუბრის საშუალება გეუბნება. ეხლა ჩემი დროა და ეს ახსენე. ოღონდ თქვენს მე დამაცადეთ მეორე საკითხი მაინტერესებს. თიც რო იშვერ. თითის გაშვერის ის არა გაქვს შენ. არა გაქვს. ჩემზე თითის გაშვერის უფლება არ აქვს, რომ მე ვინმეს დაფინანსებული ვარ. 9 წლის განმავლობაში რითი საზრდოობით? მაგ 9 წლის განმავლობაში 5 წელი ჩვენი წარმომადგენელი იყავი გაეროში. რას ბელაპარაკი არ მიგია ხელფასის გარდა. არა გაგბოლობო. და მოდი წელი არა 2 წელი დიპლომატიური სამსახური იყო პოლიტიკურებული. ამაზე მეუბნები. მანამდე უფრო მეცაც გეტყვი. 18 ლარი მქონდა ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში. თავდაცვის სამინისტროს იმუშავე. უფრო მეცაც გეტყვი. მანამდე თარგმნიდი. მანამდე არასამთავრობო ინსტიტუტი ბევრ სხვა რაღაცას გეტყვი ჩემზე. ვიტანჯებოდი მაგაზე ვამბობ. არა, არაფერსაც არ ვიტანჯებოდი. შენ არა გაქვს გამოსაშველი. 9 წლის განმავლობაში როგორ ფინანსდებოდი? როდესაც თქვენ იყავდით სუფთა პოლიტიკაში. მოიკითხეთ ერთი მაინტერესებს, კაცო. ეს თქვენი როგორ ფინანსდებოდა? დამასრულებუნება. არა, როგორ ხელშიშად როგორ ფინანსდებოდა? კაპიკი არ დაფინანსებულა. შენ დრო იყავი სუფთა პოლიტიკის ხელმძღვანელი, ხო იყავი არასამთავრობო ორგანიზაცია. მოიკითხეთ თუ არა, კიდე სამი სამსახური მქონდა და გავიგე, მაგრამ მაშინ იყავით აქტიურად, მაშინ გაგიცხებთ საზოგადოებამ განსაკუთრებულად. მაშინ ვიყავი აქტიურად და ვებრძოდი იმას, რომ ბიზნეს აივანში არ ეყიდა და პოლიტიკურ სექტორად დაგაინტერესდა თუ არა ოდესმე ადამიანი, რომელზეც დღეს საუბრობს ნაციონალური მოძრაობა, რომ არის ჩვენი თავარი ფანდრაიზერი, ანუ ჩვენი თავარი ფინანსისტი, როგორ გახდა თავდაცვის მინისტრობიდან ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი საქართველოში. გაინტერესებთ თუ არა და დაგაინტერესებთ თუ არა. აი ეგ მაინტერესებს. და კიდევ უფრო მეცად გეტყვი. არასოდეს არ დავიდა, ჩემი ინტერესი საგანი იყო, რომ ივანიშვილს არ ეყიდა ქართული პოლიტიკური სექტორი. არა, როგორ მოდი. მაგას ეგ საქმეები არის სასამართლოში და სასამართლო გაარკვიოს. სასამართლო გაარკვიოს დაგაინტერესებთ თუ არა, კაცო. კონკრეტული ინტერესი რას ლაპარაკობთ? მთელი ბიზნესი ყავდა დატარებული, ხალხი სიკვდილამდე მიყავდათ, რას ლაპარაკობთ? ხალხი, ადამიანები გაჭირვებულები, ხიში მიდიოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ. ყიდიდნენ სახლებს, ყველაფერს ყიდიდნენ. ოღონ იმაში არ იმას ეკნათ, რა ქვია, თავი არა მოეყათ თქვენს იმეებში, რა ქვია. დიდი მადლობა. უპასუხე. არ იმაში ხელისუფლებას. ეგ თემა მაინტერესებს. თუმცა იმავე ხელისუფლების პოლიტიკური ძალის ნაწილი გახდა. მოусმინოთ. მორალურად გაიცავს ეს ამავე ყველაფერი. დიდას კონტროლი. ბატონ პავლეს მოусმინოთ და გაძლევთ სიტყვას. გისმენთ. ამავე პოლიტიკური ძალის ნაწილი გახდა. ნიშნულოვან თემებში შევიდე ხა. წინასწარ რო გავკლებთ. ხო იგივე შევარდნაძის როგორ იყო რა იყო. კარგი, გისმენთ. მასშტაბი გაგუნჯებესებია თითითიძე ადაიკარებია. რადგან ლაპარაკობ, ყველა ეგ პრობლემა რაც იყო, ზუსტად ისე გრძელდება, როგორც მაშინ. აი როგორც ახლა ისე იტყვებით მაგ მილიონერს. ბატონ პავლე კუბლაშვილს მოусმინოთ, გისმენთ ბატონ პავლე. მე შემიძლია თქვა კონკრეტული ფაქტები, როგორ ფინანსდება დღეს ქართული ოცნება.
მარტივად ის ფინანსდება რამოდენიმე ბანკიდან, ერთი წყლის კომპანიიდან, იქ გაიცემა პრემიები, საკმაოდ მაღალი, ნახეთ მისი შემომწირველები. ბატონ ირაკლი საინტერესებდა ჩვენ დროს როგორ იყო შემომწირველები, იმედია ეხლაც დაინტერესდება. შემომწირველი არის კახიკალაძის ბანკი, შემომწირველი არის კი მათ შორის ტენდერების საკითხზე, ნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, ტენდერებში გამარჯვებულები არიან თუ არა შემომწირველები თქვენი. აი ეს ნახეთ. შეადარეთ თუნდაც წინასწრებს. აი ამაზე არის საუბარი. მათ შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და თუ დაინტერესდება, კარგი იქნება, მაგრამ როგორც ჩანს, მას არ აინტერესებს აწყო, უფრო წარსულზე ორიენტირებული შევარდნაძე ახსენება და მომავალი მაინტერესებს ხალხო. მომავალი მაინტერესებს, რომელიც აქვს პოლიტიკურ ძალას. შეიძლება გამოჩნდეს ბატონი ალავიძე, თბილისის პოლიციის შეფი, მიიღოს ჯილდოები დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, შინაგან საქმეთა მინისტრი პირობითად თქვი ახლა ამ ადამიანს სამწუხაროდ მე პოლიციის დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ დღეს ვყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც არანაირი ავტორიტეტი არ აქვს საზოგადოებაში პოლიციაში და ეს არის სახელმწიფოს ძალიან დიდი პრობლემა და ეს პრობლემა შექმნეს ამ ადამიანებმა. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია იმითი, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ხმას არიღებს არასდროს პოლიციაში და მინისტრებთან. როგორ თქვი ახლა ფაქტია. კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით არასდროს თქვენი პოლიცია არ მოგვეცნია. ეს არის ის პოლიტიკა არ თავდება რა. ეს არის ჩვენი პრობლემა, ეს არის. თქვენი ხო არის სიმართლის პოლიტიკა. თათუხაშვილის საქმეზე თქვით სიმართლე. თათუხაშვილის საქმეზე თქვით სიმართლე. არ გითხოვს. კაი, მოდი ერთ რამეს გეტყვით, კიდე ხალხო თქვენ ზაგაინტერესებთ. ზანეთ და ირაკლის სესიაშვილი და ზურა ჯაფარიძე. ზაგაინტერესებთ რამოდენიმეჯერ ტრიბუნიდან თქვით კონკრეტული ფაქტი 25 არხთან დაკავშირებით, რომლის დირექტორიც პირდაპირ ადებს ხელს დღევანდელ მთავარ პროკურორს, რომ ის უკაცრავად ჟარგონს გამოვიყენებ, აკაჩავებდა მას პროკურატურის დერეფანში, რომ ხელი დაედო ლაშა ნაცვლიშვილზე, ვანო მერაბიშვილზე, დავით ჩხატარაშვილზე დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ეს არის ეთერში გასული ფაქტი. ამაზე ტელევიზიით საუბრობთ. ეს ადამიანები ერთი სიტყვით არ დაინტერესებული, არც ერთი კითხვა არ გაჩენია ირაკლი სესიაშვილი. ეკაბესელია მორჯერ მთხოვა, რომ მომეცით ეს მივეცი, სამჯერ მივეცი ეს ფურცელი, სადაც იყო შესაბამისი. უნდა მივცეთ სიტყვა ეს ყველაფერი არის ის რაც მე ვფიქრობ, რომ არის მნიშვნელოვანი და ამ ადამიანების მიზანი დღეს არის ყურადღება გადაიტანონ სადღაც სხვაგან, ელექტროშოკები უპოვონ და მილიონი უპოვონ, თუ უპოვით ზურა ჯაფარიძე მილიონს მეც მითხარით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვისაც, იმედია რომ მეგობრულად რაღაც მოიფიქრებს, რომ საერთო სქემა გქონდეს. კარგით. ხო, რა თქმა უნდა, აბა იმედია ჩვენ არ გაგიყვოთ ახლა. დიდი მადლობა. როცა იქნება აუცილებლად. დიდი მადლობა. უპასუხეთ ბატონო ირაკლი და შემდეგ კიდევ ერთ კითხვას დავუსვათ სტუდიაში. მე მესმის რომ ნაციონალურ მოძრაობა საკმაოდ რთულ ვითარებაშია, ერთი რომ ძალადობრივი ინსტრუმენტები გამოეცალათ, როცა არჩევნები წააგეს. მეორე რომ ნელ-ნელა იშიფრება ამათი დაფინანსების, შავი ფული დაფინანსების ყველა სქემა, ამიტომ ეცლება ძირითადი საშუალება რომ მოსახლეობაზე ზეგავლენა მოახდინონ. ცრუ პოლიტიკით იყვნენ დაკავებული წლების მანძილზე, ამ ცრუ პოლიტიკას აგრძელებენ და დღეს ძალიან მარტივად შეუძლიათ ადამიანებს დააბრალონ და ილაპარაკონ ყველაფერ ცუდზე, რომ თითქოს ამ ქვეყანაში ყველაფერი ცუდი ხდება, იმიტომ რომ გონიათ რომ რაც უფრო ბევრს ილაპარაკებენ, რომ ქვეყანაში ცუდი რამ ხდება, ეს მათთვის სასარგებლო იქნება და იმას ვერ ხვდებიან, რომ ამით ვერც ქვეყანას ვერაფერს დაუშავებენ და ვერ ჩვენ პოლიტიკურ ძალას. ჩვენი ამოცანა და ჩვენი პრობლემა ნაციონალური მოძრაობა არა, ჩვენი პრობლემა არის ჩვენ საზოგადოებასთან გქონდეს მეტი კავშირი, მეტი ურთიერთობა, მეტი დავამტკიცოთ ჩვენი საქმით. როდესაც საუბრობთ იგივე არჩევნებთან დაკავშირებით, რომ რატომ მოვიდა ცოტა ხალხი, ეს გამოძახილია არა იმით, რომ ნაციონალური მოძრაობა თავის სრულ პოლიტიკას აგრძელებს. ეს გამოძახილია იმით, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ის რაც შედეგებსაც მივახცენეთ, ვერ მივიტანეთ თავის დროზე და ადეკვატურად ჩვენს მოსახლეობას. კარგი. მე მიტანდით იქამდე, მაგრამ ვერაფერი არ შედეგი. გაეცით ბატონო ზორო პასუხი. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ძალიან ჩვენი პრობლემა ეს არ არის, ნაციონალურად ჩვენ თავარი ხალხს ურთიერთობთ. ჩვენ ხა წინა სააჭრო კამპანია ქონდა და მე პირადად მოვიარე გურიის და აჭარის რაღაცა ნაწილი და მათ შორის დემოკრატიის და თავარი რაზეც მოსახლეობას საუბრობს ის არის თვალით არ უნახია არც ერთი არჩეული მაჟორიტარი, რომელიც პარლამენტში ზის ახლა. მათ შორის მაგათაც რუსთავში ძიძიგური, ლანჩხუთში საერთოდ არიციან, გვარიც კი არიციან იმ ადამიანის ვინ არის მათი მაჟორიტარი და აი შემდეგ ან კომუნიკაცია მოსახლეობას რაღაც ეს ყველაფერი ცხადია არის გაყარი. თავარი პრობლემა ამ ხელისუფლების არის ის, რომ ხელისუფლებაში არიან წელიწადი რამდენიმე 7 თვე თუ 8 თვე არის უკვე და თელი ეს დრო გაატარეს ერთადერთი მიზანი რაც ჰქონდათ იყო ის, რომ ასრულებდნენ ივანიშვილის პირდაპირ დავალებას, რომ უნდა ებრძოლათ ნაციონალურ მოძრაობასთან. იომეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე გააგრძელეს შემდეგაც ჩვენთან ომი და ეხლა წაპირებია რომ ისევ იგივე გააგრძელონ და იომონ ჩვენთან. სხვა თავისი არსებობის სხვა მიზანს ეს პოლიტიკური გუნდი უბრალოდ ვერ ხედავს. თელი მათი აზრი არის ის, რომ უნდა გვეომონ ჩვენ ყველა მთავრობის ხდომას პრემიერ-მინისტრი იწყებს ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრით. ეს
ჩვენი პრობლემა არა, ჩვენ გაუძელით ამას და დაარწმუნებული რომ გაუძლებთ ჩვენი განადგურება შეუძლებელია. ეს კი არის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა იმის გამო რომ ხელისუფლება არის დაკავებული სრული სისულით ოპოზიციასთან გამოდებული ომით, ამის გამო ქვეყანა წავიდა ძალიან ცუდი მიმართულებით. ყველაფერი ჩამოიშალა, ყველაფერი არის გაჩერებული, ეკონომიკა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ამაზე ყველაფერზე და კრიმინალი არის კატასტროფულად გაზრდილი, ეხლა გამოაქვეყნეს რაღაც 5 თვის მონაცემები, თუმცა კარდინალურად შესული არის თუმცა კრიმინალის ვითარება და ბავშვთა კრიმინალი არ ყოფილა თუმცა ქვეყანაში და აი ამ მიუხედავად ამ რაღაც გამოწვევების აღავლაპარაკობ საერთაშორისო გამოწვევებს და პრობლემებზე, რითი არის მთავრობა დაკავებული, ისევ დაკავებული არის იმის, რომ გვებძვიან ჩვენს, მათ შორის გვებძვიან იმით, რომ ეხლა გუშინ გაავრცელეს რაღაცა სრული სისულელე და ეხლა მთელი 2 დღე არის ახალ ამბებში არის ისო, თუმცა მე მომქონა თუ არა მილიონი თუ არ მომქონა მილიონი, მქონდა თუ არა ელექტროშოკები თუ ხო აი მარაზმში ვარ თავიდან იმის მეგრე თუ აქ ვიჟე და ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ უნდა გამოიყენო ქვეყანა ამ მდგომარეობიდან, ვსივარ და ვლაპარაკობთ რაღაც 1000-ზე ვიგონებთ რაღაცა 9 წელი სისხლი და ასე შემდეგ და წინ გვაქვს არჩევნები, ეს იქნება ჩემი ბოლო შეკითხვა, რომელიც უნდა გაიმართოს ძალიან ბევრ ადგილას მეორე ტური. არჩევნების წინ დანაპირები ხელისუფლების იყო, რომ რადარებიდან გაქრებოდა ნაციონალური მოძრაობა. ისინი დღეს აქ შედან სტუდიაში, როგორც ასევე ისევ თქვენს შემდეგ ყოფი ამ არჩევნების შედეგებით პოლიტიკური პარტია. რა სიტყვით ბატონო? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაგრამ ჩემთვის სასიამოვნოდ ჩემი პოლიტიკური გუნდის და ჩვენი კოალიციის მიზანი ნამდვილად არ არის ამ ხალხის არსებობის უზრუნველყოფა, ან არ უზრუნველყოფა, ან ასე შემდეგ. ამ პოლიტიკური გუნდის მიზანი არის ნამდვილად რომ რეალურად ქვეყანაში ხელისუფლება აიღოს სრულად ძალაუფლება და რეალურად მართოს სახელმწიფო და ერთად ვიზრუნოთ საქართველოს. დღეს რაც მივიღეთ შედეგებზე თუ ვისაუბრებთ, დღეს ელემენტარულად მივიღეთ ის რომ არ ვისაუბრობ იმ 21 ქალაქზე, რომელი 21 ქალაქშიც და მუნიციპალიტეტზე, რომელშიც გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური, არ ვისაუბრობ იმაზე, ნაციონალური მოძრაობა არც ერთ მათგანში არ იქნება ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში, ნაციონალური მოძრაობა არც ერთ მათგანში არ იქნება ადგილობრივი საკრებულოს ორგანოს ხელმძღვანელად. ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვიყიჟინებენ, რომ ქვეყანაში არის წარმოუდგენელი ზეწოლა, ის იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არის წარმოუდგენელი გაყალბება, მარტი მაგალითს ვიტყვი, იგივე იმასთან მიმართებაში, მარნეულთან მიმართებაში, რომელშიც რაღაც გარკვეულწილად ჩემთვისაც გაუგებარი ვითარება განვითარდა პირდაპირ გეტყვით, მაგრამ ერთი რაღაცა რაც დაფიქსირდა ის იყო, რომ თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა იქ იგებდა 36000 ხმით, მისთვის 36000 ხმით. დღეს საერთოდ ჯამში მისვლელი არის 24000. რეალურად რო შევადაროთ. გეტყვით კიდევ უფრო მეცაც. ვერავის ვერ წარმოედგინა რომ საქართველოში შესაძლოა რაიმე ფორმის მეორე ტური გამართულიყო ოდესმე. ძალიან ბევრი დებატი მქონია ბატონ პავლესთან იმასთან დაკავშირებით, როდესაც საუბრობდით საარჩევნო კოდექსზე, იქნებოდა თუ არა 50%-იანი ბარიერი. რატო იყო ეს 50%-იანი ბარიერი? იმიტომ რომ ხალხი აღარ მოვიდა, არ გიფიქრიათ ამაზე და აღარ ეძო დამასრულებინეთ, დავასრულებ, ჩემას რომ დავასრულებ, მე მაგასაც 50%-იანი ბარიერი. ის გამოხატულება ჩვენ გვენდობა აღარც კი მოდიან ის იმდენად გვენდობა. სიტყვა არ შემიწყვეტინებია, ეს 50%-იანი ბარიერი იყო სასიკვდილო ბარიერი ნაციონალური მოძრაობისთვის, იმიტომ რომ იცოდნენ რომ ხელისუფლების პირობებშიც კი მათთვის ეს იქნებოდა პრობლემური თემა. რაც შეეხება იმ ხარდაჭერებს. ხარდაჭერებს მე პირდაპირ მიმართავ ჩვენ საზოგადოებას და ვეტყვი რომ საერთოდ ზოგადად ყველამ კარგად უნდა წარმოიდგინოს რომ ეს არჩევნები არის ის არჩევნები, რომლებიც ჩვენ ავირჩევთ იმ ადამიანებს, რომელსაც გაცილებით უფრო მეტი ფუნქცია ექნება ვიდრე იმ ბუტაფორიულ თვითმმართველობას, რომელსაც თავაზობდა ნაციონალური მოძრაობა და აუცილებელი არის აქტიურობა. ჩვენს ნაცვლად, ჩვენს საქმეს არავინ არ გააკეთებს. ფუნქციები გითხარი ახალება. გადაცემა მეტი ფუნქციები გითხარი ახალება. უნდა დავასრულო და მინდა რომ გთხოვოთ ძალიან მოკლედ კი ბატონო. გისმენთ იმიტომ რომ სასწრაფო სარეკლამო წამებს გასაშვები. გისმენთ ბატონო პალო. რისი იმედი გაქვთ მეორე ტური? აი ეს არის ჩემი ბოლო კითხვა და დავასრულებთ. ვის აძლევთ ხმას არჩევნების მეორე ტურში? ლიდერობს თბილისის მასშტაბით ქართული ოცნების კანდიდატი. ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ინტერაქტივი. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების მიმართ არის აბსოლუტური იმედგაცრუება და ეს ჩანს ქვეყნის ყველა რეგიონში, სადაც არ უნდა ჩახვიდე. ეხლა ვარ თუ არა შემშვიდით. იმ რეგიონში რომელსაც შურდა დავა. როგორ გაწყვეტინები? ფიქრობთ როგორ ახალ როგორც კი საუბარს ვიწევთ. ძალიან გთხოვ, დრო არ გვაქვს, ძალიან გთხოვ. მარტივად შემიძლია თქვა, ამ ადამიანების მიმართ ნდობა არის შემცირებული 17-20%-ით სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვაგვარად. მე პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ არა ვარ ბოლომდე კმაყოფილი იმ შედეგებით, რაც არის ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან არ ვიწებ ციფრებით ჟონგლიორობას, რომ აი რა მაგარი შედეგია 27 არის 6% და ასე შემდეგ. ამას არ ვაკადებ არც საკუთარ თავს, არც ოპონენტებს, არც საზოგადოებას. კარგია რომ ბატონო ირაკლი მე არ გაიმეორა, არ არის აუცილებელი პრემიერ-მინისტრის ყველა რათქვამი გავიმეორა. თუ შეიძლება აღარ შევაწყვეტინოთ. არ მინდა. არა, მე არ ჟონგლირებ, ლოგიკას თქვენ აღარ
ვეღარ შევაწყვეტინო, ზოში ვეღარ ვეტევი. გასაგებად აგიხსნით. არ არის აუცილებელი პრემიერ-მინისტრის ნათქვამი ყველა სისულელე გაიმეორო ირაკლი ეხა ეს შეგიძლია რომ იცოდე. გასაგებად აგიხსნით. კარგით. ძალიან რთული. უნდა დავასრულოთ. უნდა დავასრულოთ. მარტივია, ქვეყანაში სამწუხაროდ გაზრდილია კრიმინალი და ამას ხელისუფლება ებრძვის იმით, რომ აყალბებს სტატისტიკას. ამას ნახავს თითოეულ რაიონში ჩვენი თანამოქალაქე, სამწუხაროდ ქურდობების ფაქტები, სამწუხაროდ გაუთავების ფაქტი ადამიანის ეს უკვე სახეზე არის, რაც არ ყოფილა შევარდნაძის პერიოდიდან, ალავიძე რო იყო მინისტრი იმ პერიოდიდან. ასევე არის ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ვარდნა, გათავისუფლებულ ეკონომიკაში ვარდნა არის და ეს არის პრობლემა ხალხისთვის. ვერ პოულობს ხალხი ერთი აზერბაიჯანის ელჩი ვერ იპოვეს და მეორე 100 საწარმო, რომელიც ვერ შექმნით. ამიტომ ეს არის პრობლემები, ამას უნდა უპასუხოთ. ამაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. და ამის მაგივრად ამის ვერ მოგიტანეს ხმები. ამ ტყუილებმა ვერ მოგიტანეს ტყუილი ამ პასუხს. სხვა ჯოის კარგით, ასქარხანაზე გეტყვით მე და რეკლამას გავუშვი. ვისაც დღეს აქვს სოფლის მეურნეობის ხარდაჭერის პროგრამა. ადამიანო, ვისაც დღეს აქვს ჯანდაცვის პროგრამა. მოდით მაშინ მე Facebook-ზე გავრცელებული ყველაზე ცნობილი ხუმრობი დავასრულებ ამ ბლოგს. ოცნება და ნაციონალები ერთმანეთს ეკითხებიან, სად არის შენი 100 ახალი ქარხანა და 100 სავადმყოფოს გვერდით, ალბათ იცით ჩემი. რამდენი სავადმყოფოსაც ნახავთ? არა, მე უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც არაერთხელ წაგიკითხავთ ეს ხუმრობა. თქვენ ამისთვის სადახად მე და მე სიამოვნები. უცხოელად უნდა დავასრულოთ. ერთხელ გადაცემაში მოგვიწვიეთ იმაზე სალაპარაკო თუ რა დაპირება მისცა ოცნებამ და რა შეასრულა. გაძლევთ პირობას. შემდეგი გადაცემა იქნება ასოცირების ხელშეკრულება და შემდეგ გაძლევთ პირობას რომ გავაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა. ამ გადაცემაში მივიღო მონაწილეობა, უღონდ გადაცემა იქნება რას დაპირდა, იმიტომ რომ შესრულებით რას დაპირდა და რა შესრულდა. მაშასე ზუსტად იგივე შემადგენლობით მე აუცილებლად გავაკეთებ დაპირებებზე ამ გადაცემას. დიდი მადლობა პავლე კუბლაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ირაკლი ჩიქოვანი და ირაკლი სესიაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე დავბრუნდები ეთერში თქვენთან ერთად რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ და მოდით ერთად შევაჯამოთ ჩვენი ინტერაქტივი 26,000-ზე მეტი ზარი არის შემოსული. ჯერჯერობით კვლავ ნარმანიას მხარდამჭერები არიან უფრო მეტად აქტიურები. რამდენიმე წუთში სარეკლამო ჭრის შემდეგ ჩვენ ეთერში ვართ. მაშასე მეორე ტურის შემთხვევაში ვის აძლევთ თქვენს ხმას თბილისის მერის პოსტზე დავით ნარმანიას, ნიკა მელიას თუ არც ერთს? არ ვიცი, ასეთი არის ჩვენი მესამე პასუხი. 27,222 ზარი არის შემოსული, 222 ზარი არის შემოსული. აქედან 16,914 ზარის ავტორი ამბობს, რომ იგი მხარს უჭერს დავით ნარმანიას, 9,513 კი ამბობს, რომ მხარს უჭერს ნიკა მელიას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ეს არის უდაოდ უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილი პროცენტები, როგორ შეიძლება გადანაწილდეს მეორე ტურზე ამომრჩევლის ხმები, თუმცა დღეს შევეცადეთ, რომ გარკვეულწილად მონახაზი გაგვეკეთებინა, ვის როგორი მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს მეორე ტურისთვის. ასეთი იყო დღევანდელი რეაქცია, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ. ფიქრობ, არც თუ ისე უინტერესო გამოვიდა დღევანდელი გადაცემა. მე გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. მთავარი თემით მომავალ პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად საღამოს 10-ზე. მომავალი პარასკევი არის სწორედ 27 ივნისი, როდესაც ჩვენი ქვეყანა ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას. გასაკვირველია, ალბათ ჩვენი მთავარი თემა სწორედ ეს იქნება. ნახვამდის.